საღამოშვიდობის და პარასკევს საღამოს კვირის მთავარი თემებით და განსხვავებული პოზიციებით პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ პოზიცია. მე ნინო შუბლაძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ ხმაურზე განათლების კანონის ირგვლივ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგა, პარლამენტში კანონზე კენჭისყრა მესამე მოსმენით გადაიდო მომავალი კვირისთვის. უმრავლესობაში არსებობს განსხვავება, სხვადასხვაობა, უმცირესობა კი ამ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს. გადაცემის ბოლოს პოზიციის კითხვებს განათლების მინისტრი და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი უპასუხებს. გვექნება პირდაპირი ჩართვა ქუთაისიდან და მოვისმენთ მართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს. ელისო ჩაფიძე და გიორგი ვაშაძე ჩაგვერთვებიან პირდაპირ ეთერში. მანამდე კი წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს, სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი. საღამოშვიდობისა ბატონო სანდრო, დიდი მადლობა რომ დათანხმდით გადაცემაში მონაწილეობას და ბუნებრივია პირველივე კითხვა სწორედ ამ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ დაგისვამთ. თქვენ გადაგდექით რექტორის თანამდებობიდან და შემდეგ დათანხმდით ამ მოვალეობის შემსრულებლად დარჩენას. ანუ ან რატომ გადადექით თუ შეიძლება რომ ესე ვიკითხოთ და ან მაშინ რატო დაბრუნდით, ანუ რატომ არ დატოვეთ მაშინ ბოლომდე უნივერსიტეტი. ანუ რა საფრთხე დაინახეთ რომ სულ მიიგეტოვებინათ თქვათ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, უპირველეს ყოვლისა მე მინდა ვისარგებლო მომენტით და მიუსამძიმრო გიგალორქიბანს ოჯახს, ქალბატონი მარიკა ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანია და ოჯახი მთლიანად და მინდა ვისარგებლო მომენტით და ეს ჩემი გამოთქვა მწუხარება ამ ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ სიტუაციას, იცით რა, ჩემთვის ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე არაერთხელ მithქვამს, რომ ჩემი ყოფნა უნივერსიტეტში ან ნებისმიერ სხვა პოსტზე და მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უნივერსიტეტში ჩემი ყოფნა იყო ჩემთვის ალბათ ჩემი კარიერის წვერვალი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის, უზარმაზარი ტვირთის და ასევე ძალიან დიდი საქმის კეთება, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი ჩემთვის არის ძალიან საყვარელი ადგილი ყველანაირად. მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება ჩემის აზრით, იმიტომ რომ იმ ფორმით, იმ მეთოდით, იმ მოვლენების განვითარების მიმართულებით, როგორც შეიძლება ითქვას, მე ჩავთვალე, რომ ძალიან დიდი პრობლემა იქნება უნივერსიტეტისთვის, თუ კი იგი ვერ მოახერხებს თვითონ განსაზღვროს, ვინ იქნება ან შემდგომი რექტორი, ან შემდგომი მოვალეობის შემსრულებელი. და ვინაიდან ნახეთ, რომ ჩვენ რომ დაიწყო ინიციირება ამ კანონ პროექტის და ამას ძალიან საინტერესო პრეისტორია აქვს და მე დიდი სიამოვნებით მოგვიყვებით ამ პრეისტორიასაც, იმიტომ რომ ალბათ დადგა დრო ამის ყველაფერს გამხელის. მე ჩავთვალე, რომ ეს უნივერსიტეტი არ არის ერთ-ერთი რაღაცა რიგითი უნივერსიტეტი, ეს არის პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში, პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, ყველაზე დიდი უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და მათი, რა თქმა უნდა, მათი იდეალებით და თავისუფლების და დამოუკიდებლობის და ბევრი სხვა მსგავსი იდეალების საფუძველზე დაფუძნებული. და მე ჩავთვალე, რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდეს საშუალება და უფლება, რომ მისმა საბჭომ, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს და მისმა არჩეულმა ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს რექტორი. ანუ თქვენ კანონს დაასწარით ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებით. ნამდვილად არ არის დასამალი არაფერი. ჩავთვალე, რომ აუცილებელი იყო ჩემი გადადგომა, იმიტომ რომ ავტომატურად გამოიწვევდა ახალ არჩევნებს რექტორის. ოღონდ ამ შემთხვევაში რექტორი აირჩეოდა უნივერსიტეტის საბჭოს მიერ. ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა იმას და მე მინდა ახლა არ მინდა გავცვალო გამომივიდეს, მაგრამ დავეთანხმო იმ დეპუტატებს, რომელმაც განაცხადეს, რომ ჯობია საბჭომ აირჩიოს რექტორი, მინდა იყოს კარგი დანიშნული თუ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა ეს განცხადება და მე ვიცი, რომ ეს ასევე თქვა, რომ არ არის ჩემი მხარდაჭერი, მაგრამ მისი ეს პოზიცია ჩემთვის ძალიან დასაფასებელია. აბსოლუტურად იგივე პოზიციიდან გამოდივარ მე, მithuli რომ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა კარგი თუ ცუდი თუ რაღაცა წინვალე კონდეს ხელისუფლებას და მიუხედავად ვინ იქნება ხელისუფლებაში ძრახვები, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უნივერსიტეტი. თუმცა უნივერსიტეტი იღებს გადაწყვეტილებას ცვლილების შემდეგაც რექტორის არჩევაზე. აქ საუბარია, ეხლა თავარი პროტესტი, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება მოხვა, იმ მუხსაც არის საუბარი, რომ დაინიშნება პრემიერის მიერ მოვალეობის შემსრულებელი. კი ბატონო, ეს მე მგონი არ არის სწორი. თავისთავად მე არ ვიცი, მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა. მე მინდა გეხსნათ, რომ ამ კანონ პროექტის განხილვა არ ყოფილა არავისთან, მე ხო, თქვენ პრეისტორია ახსენეთ, ბატონო სანდრო, უკაცრავად გაწყვეტინებთ და განათლების მინისტრმა თქვა, რომ იყო ამის განხილვა, თქვა აკადემიურ საბჭოსთან და სხვა ადამიანებთან. თქვენ თუ იყავით ჩართული, ან ვინმე თუ იყო ჩართული ამ ცვლილებების განხილვაში? ეს არ არის აბსოლუტურად არასერიოზული
სიტუაცია. მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი განხილვა არ ყოფილა არც ამ კანონ პროექტის, არც სხვა ნებისმიერი კანონ პროექტების. თქვენთან თუ საერთოდ უნივერსიტეტში? ჩვენთან არ ყოფილა უნივერსიტეტში ნამდვილად და ჩვენთან არც პირადად. მე მინდა ბატონო გიორგის მე ძალიან დიდი პატივი და სხვა შორის ნუ მიძახის ბატონ კვიტაშვილს, იმიტომ რომ ბატონი სანდრო პროფესორი ფორმა არის, შეიძლება ჩემი შემდგომი სადისერტაციო თემის საკითხი იყოს, მაგრამ მოგიწოდათ დისერტაციის დაცვისკენ. ამაზე მე ვისაუბროთ კი ბატონო. ბატონი გიორგის მინდა ვთხოვო, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ ადამიანს და ძალიან უხوار რომ უკვე მე რამდენად ხდება ექიმის ხვერპლი რაღაცა არასწორი ინფორმაციისა. რას გულისხმობთ? თქვენ შესაძლოა მიაწოდეს რამე არასწორი ინფორმაცია ფიქრობ? არა, შეიძლება არა ის რომ ადამიანი რომელსაც მე ვიცი რომ მას აბსოლუტურად ძალიან სწორი, ასე ვთქვათ, სოფლელობა აქვს, ბოლო რამდენიმე დღეა, მე საერთოდ არ მეხსენები არც მის სახელი და არც მისი გვარი არანაირ ფორმაში, მე რატომღაც აღმოჩნდი მისი ყველა ბრიფინგის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ჩემი განათლება, ჩემი წარმომავლობა, თუ რა ვიცი, ათასი რაღაცა. მე მინდა ვთქვა ბატონ გიორგის, რომ ასე არ ყოფილა. ბოლო 3 თვის განმავლობაში ის შეყავთ შეცდომაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში არავინ და არავის არ უსაუბრია ჩვენთან არანაირ კანონზე. მე მოვიტანე თქვენთან პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო წარდგენილი მისი რჩეულის ბატონი მამუკა ბერიაშვილის მიერ უნივერსიტეტში. სადაც ნუ რაც ეს ცვლილებების პაკეტი იყო, სადაც ეს ცვლილებები იყო თუ ამას ქვია განათლების მეცნიერების რეფორმის სამოქმედო გეგმა, რომელიც იყო წარდგენილი უნივერსიტეტში, ამას ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მარტო არ ვიყავ იქამდე. და არც ერთ სლაიდზე იქ არ ყოფილა საუბარი რექტორის ხარისხთან დაკავშირებით. თუმცა ეს მე მიმაჩნია აბსოლუტურად მეორეხარისხოვან პრობლემად, ნამდვილად არ მიმაჩნია ის რომ ეს იყოს რაღაც საკამათო და ძალიან უხوار იმაზე რომ ანუ ფიქრობთ რომ ხარისხი უნდა კონდეს თქვა რექტორს ამიტომ ამ სუბიექტური აზრი მაქვს ყველაფერ ამაზე, მაგრამ ეს არ არის განამტყუდი ამ შემთხვევაში. მე ვთვლი რომ თუ კი სახელმწიფო პოლიტიკა არის ისეთი დღეს დღევანდელ ქვეყანაში რომ უნდა კონდეს რექტორს ხარისხი, ასე უნდა იყოს. ეს ამაში საკამათო არაფერი არ არის. ამიტომ მე ვერ ხვდები რატომ ატყდა ესეთი ამბავი და მე არ ვიცი რატო ბატონი დავით ზურაბიშვილი რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვსვამ კიდე ხაზგასმით მინდა ეს თქვა რატო უთვლის რომ ვიღაცა სხვა მატეხა ისტერიკა მე არაფერი ისტერიკა არ ამეტეხია სპეკულაცია და ისტერია ასე პრინციპში რეალურად თუ შეხედავთ სიტუაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააკეთა ის რისი მოთხოვნაც იყო სახელმწიფო პოლიტიკის გამსაზღვრელი სამინისტროს მიერ რომ არ შეიძლება მომავალში უნივერსიტეტის რექტორს არ კონდეს უმაღლესი აკადემიური ხარისხი. და ამიტომ გადადეკით. ეს მოთხოვნა დაყოფილდა, ხო? ეს მოთხოვნა, ანუ შემდგომში ჩვენ ახევაში თუ ორ თვეში, რაც არის პროცედურულად გაწერილი ვადა, უნივერსიტეტში იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი რექტორი. ბატონო სანდრო, რატომ არ დაელოდეთ კანონს? ანუ არა, რატომ დაელოდეთ? ხო შეიძლება და მანამდე ყოფილი ჯერ ხო არ გეგრძელებოდათ კანონით, თქვა. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა იცით რა, ჩვენ ჩავთვალეთ რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, ვთქვათ, მე გამიპროტესტებია ის რომ უნდა ქონდეს თუ არ უნდა ქონდეს ხარისხი რექტორს. მე ჩავთვალე რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, საბჭომ შეძლო სწორი გადაწყვეტილება და კარგი იქნება თუ კი შემდგომში რექტორს ექნება ხარისხი. ამიტომ მე გადავდექი და ორ თვეში უნივერსიტეტს ეყოლება ხარისხიანი წყალებში რექტორი, ხო? ანუ მანამდე ასრულებთ მოვალეობას. ესეც ამასაც იმიტომ და თახტიდან მოისურვეთ რომ თქვა. აი მინდა ეს ვიკითხო უბრალოდ აი ბატონი გიორგი იქნება ეთერში და მინდა კითხოთ რატომ გახდა ჩემი ეს გადადგომა ასეთი პრობლემა? ჩვენ დავაკმაყოფილეთ ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელმა სამინისტრომ განაცხადა კანონ პროექტის სახით. რომ ესე არის საჭირო და ასე დავთანხმდით. ანუ რა არის პრობლემა? რატო არის რატო გახდა ჩემი განათლება და მისი ციტირება იმის რომ არ შეიძლება აგრამა გამობეჭდილი, იმიტომ რომ მე ძალიან გამიკვირდა ესეთი აგრესია ჩემს მიმართ. მე არა ვარ ნაცვლად. კონდათ თქვენ გაქვთ პირადი ურთიერთობა, არც გიორგი მარგოვაშვილთან. კი, ძალიან ბევრი წელია ვიცნობ და ძალიან კარგად ვიცნობ და რა ვიცი, მე ვთვლი რომ ჩემი მეგობარია და ეხლა ვთვლი და მიუხედავად ყოველფრისა, ჩავთვლი მომავალში რომ ჩემი მეგობარია და ეს ყოველფერი გარდამავალია, ეს არ არის რაღაცა კონსტანტა. ყველაფერი იცვლება ცხოვრებაში, მე მესმის კალკულატორად შეიძლება დააფიქსირო რაღაცა პოზიცია, მაგრამ ახლა ნუ მე არ ვიცი რატო იყო საჭირო იმის თქმა, რომ არ შეიძლება უმაღლესი მართოს ადამიანმა მომოს განათლება არ აქვს მიღებული ჩემს მიმართებაში. მე არ ვთვლი რომ მე ვარ გაუნათლებელი,
უწიგნური და უცოდინარი. ნამდვილად არ ვთვლი ამას. ეს სხვა ფორმა ალბათ ხარისხი ვთქვა, რაზეც იყო საუბარი. ხარისხი არ გასაგოს განათლებლობას და ასე შემდეგ. ამიტომ არ ვიცი რა იგულისხმება ბატონო გიორგი, მე დარწმუნებული ვარ, ეს არ იყო რაღაცა შეურაცხყოფელი მის გამოვიდა ასე, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი ასე, რომ ვიღაცამ რაღაცა მე პირადად მომაყენა შეურაცხყოფა. და კიდევ ერთი კითხვა მინდა. რეაქცია ეს ბოლო 2 დღის განმავლობაში, რატომღაც ითვლება, რომ უნივერსიტეტის ჩემი რეაქცია, თქვათ, ან სტუდენტების, ან თქვათ, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორების იყო ამაზე ეს რეაქცია, ეს არის ისტერიკა. ეს არ არის ისტერიკა. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია იმ ფორმაზე საქმის კეთების, რომელიც სამინისტრომ აირჩია. ეს არის ძალიან სამწუხარო. ახლა ეს არის პრეისტორიის. ხო, ბატონო სანდრო, გაისმა ესეთი ასე ვთქვათ, ბრალდებებით, მოსაზრებებით მართველი გუნდიდან, რომ პოლიტიკური სპეკულაციები ხდება, რომ შესაძლოა სტუდენტები არის მართული. ანუ ეს შესაძლოა ასე იყოს, თუ ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვის მცდელობა, ვთქვათ. რა საფრთხე დაინახა უნივერსიტეტმა ამ ცვლილებებით? მოდით ამაზეც ვისაუბროთ. უცებ უპასუხებ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, შემადგენელს ამ მთელი ისტორიის. მე არ ვიცი რატო ითქვა რომ მე რაღაცა პოლიტიკური ინსინუაციების თუ პოლიტიკური რაღაცა სპექტაკლი დავდგი. მე ჩემს განცხადებაში არც არ მეთქვია რომ მე ვარ რაღაცა დევნილი პოლიტიკურად და ნებისმიერი ფორმით. მე საერთოდ პოლიტიკა არ შემომეტანია ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს არ არის, მე არ ვთვლი რომ უნივერსიტეტი ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის პოლიტიკური პარტია, ეს არ არის რაღაცა გაერთიანება, ამიტომ აქ არანაირი პოლიტიკას საუბარი არ არის. აქ არის საუბარი ძალიან მარტივ რაღაცას. ამას მე ვიზახდი, როცა იყო საუბარი უნივერსიტეტის იურიდიულ ფორმაზე, იქნებოდა ეს CP თუ იქნებოდა ეს IP, ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი თუ კერძო სამართლის იურიდიული პირი, და მაშინ ვიზახდი, რომ ეს არის მეორე ხარისხოვანი პრობლემა არის ვინ აირჩევს ამ ფორმაციას. მაშინ, როდესაც უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ აირჩია აი ეს ფორმა თავისი იურიდიული ფორმის, მაშინ ჩათვალა უნივერსიტეტმა, რომ ეს არის უკეთესი ვიდრე ის CP. მე არ ვიცი რომ დღეს ეს არის იდეალური. ეს არის ორი ცუდიდან ამოარჩიეთ ყველაზე უფრო ნაკლებად ცუდი, მარტივად ვთქვათ. საუბარი იყო იმაზე, რომ იქნება ახალი კანონი, იქნება ახალი რაღაცა. თავისთავად ახლა თუ ეს ახალი კანონი გამოასწორებს უნივერსიტეტის მდგომარეობას და ძალიან ბევრი პრობლემები აქვს სულთა მართვის კუთხით, აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა უნივერსიტეტი გადაწყვიტოს უკეთესი ფორმა აირჩიოს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უნივერსიტეტმა და არა მინისტრმა, არა პრემიერმა, ნებისმიერ მოსახლეობამ. ანუ ყველაზე მიუღებელი თქვენთვისაც აღმოჩნდა ეს მუხლი, როდესაც საუბარია რომ მოვალემდი ბევრი კიდე სხვა პუნქტი არ თქვა ამ თემაზე მე ვისაუბრებთ, მაგრამ ანუ ცვლილებების პროექტი ზოგადად რამდენად მისაღებია, არ ვიცი. ცოტა მე უკვე არაერთი კომენტარი გავაკეთე ამ პაკეტზე. მოდი დავიწყოთ ჯერ სანამ თვითონ ამ ცვლილებების, ვთქვათ, ფასეულობაზე ვილაპარაკებთ, მე შემიძლია მოგიყვეთ პრეისტორია რა იყო ამის. დაახლოებით აპრილის თვეში ჩვენთან იყო, თავიდან დავიწყოთ იქიდან, რომ იყო ბატონი გიადვალის კონცეფცია, ხო, რომელიც გაჟღერდა. რაღაცა ნაწილები იყო იქ აბსოლუტურად მისაღები, რაღაცა იყო ცოტა რთული ჩემის აზრით განსახორციელებლად დღევანდელ რეალობაში. ეს ხალხი, ვინც შექმნა ეს კონცეფცია, იყო ჩამოსული თბილისში, მათ არ დაეზარათ, შეხვდნენ მე. ანუ გარკვეული კონსულტაციები მაშინ გაიარეს თქვენ. იმიტომ რომ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, აუხსენე, მოუყევი, თქვი რა შეიძლება, რა არ შეიძლება, როგორ შეიძლება. მე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე შეიძლება ამ კონცეფციას 100% არ ვემხრობოდე, მაგრამ 90% მაინც ვიზიარებ. თუმცა მე ვთვლი, რომ რაღაცა გზები შეიძლება სხვანაირად იყოს აქამდე მისვლის. ამიტომ ეს დიალოგი და ეს საუბარი იყო ამ ხალხთან და იყო ძალიან ღია და ყოველგვარი, ვთქვათ, ქვების როლის გარეშე. და რა მოხდა შემდეგ? აი ხა მოყვე მაგას ყველაფერს. შემდეგ ამის შემდგომი ეტაპი იყო ის, რომ გაკეთდა ესე ვქვია ამას განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სამოქმედო გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი უნივერსიტეტში. ეს იყო თუ არ მეშლება აპრილის თვეში, რომელიც წარმოადგინა მინისტრის მრჩეველმა უნივერსიტეტში, რომელიც აღმოჩნდა, რომ ჯერ მომზადებელი პრეზენტაცია იყო ძალიან ცუდად წარმოდგენილი პრეზენტაცია იყო, ძალიან ბევრი უფრო მეტი კითხვა იყო, ვიდრე პასუხი ამ პრეზენტაციას, მაგრამ ეს გასაგებია, ეს პროცესი არის, რაღაც ახალი იწყება და ამაზე არავის არ ქონია პრეტენზია, ხო? გასაგებია, ახალია, პირველიც და არის, დავიცდით, შეიძლება უფრო დაიხვეწოს, უკეთესი გახდეს, მე კიდე მოусმენთ, ხო, ჩვენ აზრს წარმოადგენთ. ესეთ რეჟიმში ელოდებოდა უნივერსიტეტი და ყველა უნივერსიტეტი, მე ვიცი, რომ ილიას უნივერსიტეტში მოკლედ საერთოდ არ ყოფილა ამის განხილვა, აი ამ რეჟიმში მუშაობს.
ну ეს ასე არ მოხდა, მაგრამ არ მოხდა როგორ ხა აპრილის მერე არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია ამ თემაზე, თან ეს კონცეფცია, რომელიც სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოგენილი იყო, აბსოლუტურად განსხვავებულია იმ კონცეფციისგან, რომელიც ბატონმა გიამ და მისმა ჯგუფმა დადო, ხო? ну თავისთავად გაჩნდა კითხვა, რომ ეს არის შეთანხმებული ამ ხალხთან, პასუხი იყო, რომ კი, აღმოჩნდა მერე იყო სტატია ბატონი გიასინეთ გაზეთში, სადაც იყო ამხმოვანი, რომ არანაირი ჩვენთან არავის არაფერი ეს არ გამოხილავს. თუმცა ჩვენ პრეზიდენტს გვითხრეს, რომ ეს ასე იყო. მე ამას ხაზი მინდა გავუსვა მის კომუნიკაციას და არასწორს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგის რეაქცია და მისი ნათქვამები ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში სწორად ამ არასწორი ინფორმაციის, მიღებული ინფორმაციის, დიახ, იმიტომ რომ ალბათ თქომი იყო, რომ ეს ახლა რო იძახს ბატონი გიორგი, რომ 3 თვეა ბატონმა კვიტაშვილმა იცოდა ის, რომ მისი რაღაცა ხარისხის ეს ასე არ იყო და თუნდაც ყოფილიყო თქვა და მწოდნოდა. ну რა გავაკეთე მე ცუდი, თქვი რომ კი ბატონო მე თქმა იმაზავედი, ხო? მეორე. ამის შემდეგ გავაგზავნოთ ეს თქვა ეს თხრობა. ქრონოლოგია ხო თქვა გავყოთ. 9 ივნისს ეს იყო ორშაბათი დღე 3 საათზე ჩვენ ყველა უნივერსიტეტის მსხვილი უნივერსიტეტის რექტორები ვიყავით მიწვეული განათლების სამინისტროში. რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდა რა, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ყველანი მივედით, იყო და მარტო მე არ ვიყავი ხანო ეს ჩემი სახელმწიფო უნივერსიტეტების არ კერძო იქ არის. და იყო საუბარი იმაზე, რომ იკეთება ახალი კანონი და მე ციტირება გავაკეთე, რომ ეს ძველი კანონი, რომელიც არსებობს უმაღლესი განათლების მასში უკვე ცვლილებების შეტანას არავითარი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ იკითხება, ამას ყველანი დავეთანხმეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ცვლილება არის შეტანილი და მართლა წარმოუდგენელი იმით გარკვევა რა ხდება იქა. არსებულ კანონში გულისხმობთ, ანუ იქ აქვს შეშინებული. ამიტომ ვიწყებთ ახლა პროცესს ახალი კანონის დაწერის და გვინდა რომ ყველა უნივერსიტეტები საქართველოს იყოს ჩართული ამაში, თქვენი მოსაზრებები, გამოცდილება, ცოდნა, პრობლემა გაგვიზიაროთ, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს და ეს 9 ივნისს ხდებოდა? ეს ხდება 9 ივნისს ორშაბათს დღის 3 საათს. სხვა შორის ამ დეტალს მე დავამატებ. რა, ბარემ გითხარით მე რა დავიწყო. მე ისტორიის წყობა დაინგრევა. ამის შემდგომ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ასევე კეთდება ახალი კანონი, ეს არის სპეცკანონი, რომელიც იქნება სიპების ახალი კანონი და ბატონი დავითი ამაზე ხშირად საუბრობდა და მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ არც ერთი ფორმა, რომელიც დღეს არსებობს, არ არის კარგი უნივერსიტეტებისთვის, ამიტომ თუ რაღაც ახალი შეიქმნება, ყველანი ვიქნებით ამისი მომხრე. და იქ იყო განცხადებული, რომ ჩვენ ამას ვიწყებთ და თქვენი ასევე ჩართულობა გჭირდება. მე თავისთავად მე ჩემი პოზიცია გამოვხატე, თქვი რომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც სამინისტრომ გადადგა, აბსოლუტურად ამაზე საუკეთესო არ შეიძლება რამე იყოს. მე ვარ ძალიან მოხარული, რომ ჩვენ ყველანი აგვზივართ, იმიტომ რომ ყველას აქვს სხვა გამოცდილება, სხვა პრობლემა, შეჯერება შეიძლება რაღაცა რა ჩვენ გვაქვს კარგი რაღაცა რა შეიძლება ტექნიკურ უნივერსიტეტს ქონდეს კარგი რაღაცა შეიძლება ილიას ქონდეს. ხო, რაღაცა ერთად თქვა შეთანხმებულ ვარიანტად ძალიან კარგი ხო კანონი, ხო? და მithom ეს კიდევ სიპზე გადასვლა ეს არ არის ვიღაც გაჯინება და არა ასე არ ვიზამთ, იმიტომ რომ ასე არა, იმიტომ თუ იქნება უკეთესი, ყოველს ურჩევნია უკეთესი თავისთვის, ხო? ამის შემდეგ მე დაბრუნდი უნივერსიტეტში, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ამას ვიძახი აბსოლუტურად გულწრფელად, ყველანი ძალიან ბედნიერები წამოვიდით ერთმანეთს, რა ვიცი ახლა. ვისთან იყო ეს შეხვედრა? სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებთან და მრჩეველთან მინისტრს. ბატონი მინისტრი ვერ დაესწრო ამ შეხვედრას. და შემდეგ უკვე მოვედი, მაშინ იყო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭო და საბჭოს წევრების დამოწმუნებიან, მოვედი ძალიან ბედნიერი, ვთქვა რომ ეს სიტუაცია, რადიკალურად არის შესული სიტუაცია, როათვის მე მოხდა შეხვედრა, ესეთი კარგი შეხვედრა და ყველაფერი ძალიან კარგად არის. ცოტა ხანში მე მთხოვეს მე ისე მიბრუნება განათლების სამინისტროში, მიბრუნდი, მე შევხვდი ქალბატონ თამარს, რომელსაც ძალიან დიდი პატივს მასევე, რომელმაც მითხრა ესეთი ფრაზა, რომ იცით რა, აი ამ ახალ კანონში, რომელიც ჩვენ ვიმუშაოთ ერთად და გავაკეთოთ. ამაში იქნება პრობლემა, რომელიც თქვენ გეხებათ პირადად და მე ამას ყვები, იმიტომ რომ მე აი ამ 2 დღიან თუ 3 დღიან პერიოდში, რაც მე მივიღე ჩემს შესამკობად, ამას არ ვიმსახურებდი. არ ვიმსახურებდი და არ იყო ამის საჭიროება. ამიტომაც ყვები ახლა მე თქვენს ეთერში ყველაფერს ამას. და მითხეს ვიცი რა, აქ იქნება პრობლემა იმისა თქვენს მიმართებაში, რომ აქ იქნება ხარისხის მოთხოვნა. და ნუ თქვენ ხარისხი არ გაქვთ და ამიტომ წინააღმდეგობაში მოდის კანონთან თქვენი რექტორები. და როგორ შეიძლება ეს ისე მოვაგვაროთ, რომ არ იყოს არავის პრობლემა, ასე გუთხარით და შემიძლია რა ვიცი. დაკითხვაზეს დავადასტურო. რომ არა, ხო რა ვიცი, როგორ იქნება, იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, ეს ასე იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი ამ შემთხვევაში არ იყო, მაგრამ იმ შეხვედრაზე იყო. მე თქვი რომ იცი რა, ეს ამისი არავითარი პრობლემა არ არსებობს, მე ადრეც ყოველ
ჩემს როცა შემოწმების განცხადება მithქვია რომ ჩემი პირადული პრობლემა უნივერსიტეტში რომ მე არ მჯერა რომ უნივერსიტეტის რექტორი შეიძლება იყოს მიუღებელი სახელმწიფოსთვის და თუკი ეს ასე არის ყოველთვის ჯობია რომ წავიდეს ეს ადამიანი იმიტომ რომ თვითონ უნივერსიტეტის საქმე ფუჭდება წარმოუდგენელი სიტუაცია ხო სახელმწიფო ანუ თქვენ უთხარით განათლების მისმოადგენელს თქვენ დახვედრდით ჩვიდან არა მე ვთქვი რომ იცით შეიძლება გავაკეთოთ ეს რაღაცა ჩემი აზრით რომ ეს ორივე კანონი იყოს მიღებული იგივე სიპების ახალი კანონი სპეცკანონი და იყოს მიღებული ასე ეს მინდა ბატონო გიორგი მოწმოოს რომ ალბათ მაგანაც არ იცის და იყოს ეს ხო პირველი კომუნიკაცია ჩემთან მიმართებაში ამ ხარისხზე და არა 3 თვის განმავლობაში ყოველ დღე იმიტომ რომ 3 თვის განმავლობაში ყოველ დღე არავინ არ დამკავშირებია აბსოლუტურად არც ერთხელ 3 თვის განმავლობაში ყოველ დღე კი არა ხო და თქვით რომ იცით რა ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება რახან ეს ახალი სიპების კანონი იქნება შემუშავებული თვითონ უნივერსიტეტების ჩართულობით და თავისთავად ცხადია რომ თუ კი ეს იქნება მათ ჩართულობით ეს იქნება ყოველს მისაღები ამიტომ ჩატარდება კანონის მიღების მერე საბჭო ჩავატარებთ საბჭოს და მე დარწმუნებული ვარ მე ვთქვა რომ საბჭო მიიღებს თავისთვის და უნივერსიტეტისთვის ამას გულისხმობ თავის ან უნივერსიტეტისთვის ყოველ საუკეთესო განაწყვეტილებას გადასვლას ახალ იურიდიულ ფორმაზე ხო ახალი კანონის საფუძველზე და ვინაიდან უკვე იქნება ახალი კანონი ამ დროს უმაღლესი განათლების კანონი და სადაც კი მოთხოვნა ხარისხის და მე ვერ ვაკმაყოფილებ ამ ხარისხს თავისთავად მე ვერ ვიქნები იქ გადავდგები გამოცხადდება არჩევნები სადაც ალბათ ოქტომბერ ნოემბერ დეკემბერში როცა იქნება ეს რაც შემოდგომაზე იქნება ახალი რექტორი ახალი ფორმატში ასე ვთქვათ რაც არის სიპების კანონი მოქცეული ეს კი მე ვთქვი რომ ეს კი მხარდაჭერა იმ რეფორმის რომელსაც ახორციელებს დღეს განათლების სამინისტრო უნივერსიტეტის მიერ და ალბათ მნიშვნელოვანია რომ უნივერსიტეტმა გააკეთოს პირველი ნაბიჯი და ასე შემდეგ. ამაზე ჩვენ ძალიან კარგი საუბარი ქონდა. მე გაბატონო თანამედროვე იქნება ბატონ ჩეველს ამაზე გაესაუბროთ. მე თქვა კი ბატონო. მეორე დილით მოვდივარ სამსახურში, თუ ესაუბრე ბატონ ჩეველს, მითხრა რომ ამ დროს შევხვდით რაღაც საკეთებით. და იგებს ამ ცნობების შესახებ. ხდება დოკუმენტი მოსული იმეილზე. ეს მინდა მე ძალიან ესე ხაზგასმით თქვა. დოკუმენტი რომელიც არის ცვლილებები უმაღლესი განათლების კანონში, ანუ იმ კანონში რომელიც არ იკითხება, რომელიც არის მთავრობის თომაზე მიღებული 30 მაისს და პარლამენტის კანცელერიაში როგორც შესული დოკუმენტი დარეგისტრირებული 31 მაისს. ანუ დაახლოებით 12 დღით ადრე ვიდრე ეს ყველაფერი ანუ 9 ივნისის შეხვედრამდე ამას გულისხმობთ, სადაც თქვენ არიყავით ინფორმირებული რექტორები. იმ მომენტში, როდესაც მე ვკითხულობდი და თქვენ წარმოგიდგენთ, მართლა არ მიმიქცევია ყურადღება თარიღისთვის თავიდან, როცა ვკითხულობდი ამ შესწორებებს, კანონში და ეს არ იყო მარტო ჩემი რაღაცა ფიქსაცია ამ ხარისხზე, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ უკვე მქონდა ეს განცხადებული ქალბატონ თამართან. ხედავ რომ ეს კანონია შესული 2 კვირით ადრე. და ამ დროს როცა ამას ვკითხულობდი, აღმოჩნდა რომ ის კი არა რომ ეს შესული ბიუროზე განიხილება უკვე პარლამენტის 10 ივნის 12 საათს. რატო ფიქრობთ რომ ესე დაჩქარებული წესით, იმიტომ რომ ამაზე შენიშვნა გამოითქვა ოპონენტების მხრიდანაც, რომ დაჩქარებული წესით ხდება ამ კანონის მიღება. თქვენ არც მე ვერ გეტყვით, მე ეს კანონი არ შემედგენია. მე რო შემედგენა ეს კანონ პროექტი, იქნებოდა ბევრად უფრო სკრუპულოზული შემდგენაში, იქ არის უამრავი შეცდომა, უამრავი, არა მარტო აზრობრივი და როცა ბატონი გიორგი იძახის რომ სტუდენტებს რომ მოუწოდებს რომ ჩაიხედონ და სიღრმისეულად შეესწავლონ, მე უბრალოდ ვთხოვ რომ გადახედოს ამ კანონს. ნუ სიღრმის გადახედოს მაინც, გადაავლოს თვალი, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი უზუსტობა, შეცდომა, მე შემიძლია ყველაფერი ჩამოთვალო. მაგრამ ამ ფორმით, ამ საქმის კეთება მე უბრალოდ ვერ ხვდები ეს რა არის, რისთვის კეთდება, რატო გაკეთდა, რატო იყო 30 რექტორი დაბარებული. ჩემს გარდა მე მარტო არ ვიყავი, ვისაც ეს პრობლემა შეეხებოდა. პრობლემა კი არა, ეს ხარისხის ამბავი შეეხებოდა. იყო კიდე რამდენიმე, თუ არ ვთქვი 5 ადამიანი იყო, გამოდიოდა ჩემი ჩათვლით, ხო, კიდე ჩემს გარდა 4. ეს ამ რაღაცა შოუს მოწყობა იმაზე რაც უკვე შეტანილია ცვლილებები პარლამენტში, რატო დაჭირდა ეს სამინისტროს, თუმცა ყველას პოზიცია აბსოლუტურად ჩემიც, კიდე სხვების ვინც იყვნენ, ყველა კარგად იცოდა. მე ვერ ვხვდები ეს რა იყო? ეს იყო გათამაშება რაღაცა ფოკუსის და მე რო დაერწმუნებია ბატონი მინისტრი რომ აი ამათ ყველაფერი იცოდნენ. მე ვერ ხვდები მაგას, იმიტომ რომ მე ბატონ გიორგის უცნობ ძალიან დიდი ხანია და
მართლა არ მინდა დავიჯეროთ და დარწმუნებული ვარ ესეც არ არის რომ ეს ენდობა ხალხს რომელიც მის გარშემო არის ხო მაკიაველის საქმე თქვამი რომ თუ გინდა რომ გაარკვიო ლიდერის ვთქვათ შესაძლებლობები უნდა შეხედო მის გარემოცვას ანუ გარემოცვას აბრალებთ რო ვთქვათ მე ავსაუბრებ რომ არ მინდა დავიჯერო რომ ბატონო გიორგიმ წაიკითხა ეს კანონპროექტი მე ხო აი დეტალი რომელიც მინდა ხომ მოგვიდე თავარი დეტალი არ დაგვაქვს თავარი დეტალი არის დეტალი არის თავარი დეტალი არის ის რომ იმ დღეს რომ მივიდოდი ამ შეხვედრას ბატონო გიორგი შეხვდა მე კორიდორში სამინისტროში და ჩვენ დიდი ხანია ვისმენთ რომ ეს გავიხმაროთ რაღაცები თქვით და არაფერი არ უთქვამს აბსოლუტურად რაზე მივდივარ რატო ხდება იქაც რო ყოფილიყო ეს კომუნიკაცია იცი რომ აი ეს კანონი უკვე შევიტანეთ ან თქვათ ეს რაღაცა მოხდა მე ასე სხვანაირად არ შემე ადამიანურ დამოკიდებულებაზე საუბარი აქ არის ლაპარაკი მე იცით რა დღეს ჩემი ცხოვრება არ იწყება და არ ვთვალდება უნივერსიტეტში თუმცა ძალიან მიყვარს უნივერსიტეტი ვიცი რა მე მინდა რომ კიდე რაღაცა 5 წლის მერე 10 წლის მერე პრეზიდენტობის მერე თუ არა პრეზიდენტობის მერე ბატონო გიორგის მე მინდა რომ ამ ადამიანს შევხვდა ხელი ჩამოვართო და მე არ მქონდეს მე არ მექნება მასთან მიმართებაში რაღაცა ეს მორიდების ნობა და ძალიან არ მინდა რომ მასაც ჰქონდეს და ამიტომ თვლი რომ ეს არ იყო რაღაცა მის მიერ გათვლილი ნაბიჯები მე რამდენად უკვე რას მეუყურებ და მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო მოსვლის დღიდან უშვებს შეესწროს თორსა არის ვიღაცის მიერ ეს არასწორად მოწოდებული ინფორმაცია. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ მაინც რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება დგას ამ ხო გამოითქვა ესეთი მოსაზრებაც რომ სპეციალურად სანდრო კვიტაშვილისთვის ხდება რომ უნივერსიტეტის რექტორი ანუ პიროვნული არა მაგრამ თქვათ თქვენ იყავით ვისაც არ ქონდა ხარისხი და თუ არ ვცდები თელავის უნივერსიტეტის რექტორი ხო ორ რექტორზე იყო საუბარი ვისაც შესაძლოა მე ეს შეეხოს. იცით რა ეხა ძალიან მართლა ძალიან შორს ვარ ამისგან იმიტომ რომ თუკი ჩემი ყოფნა იყო პოლიტიკური პრობლემა, აი მართლა ამჯერა ამას გეუბნებით აბსოლუტურად გულწრფელად და ყოველგვარი რაღაცა ხინჯის გარეშე. ძალიან ბევრი ადამიანს, ვისთანაც მე მისაუბრია ამ ხელისუფლებაში, პარლამენტში, იცოდნენ მათ ჩემი პოზიცია, შეუძლია ნებისმიერ ადამიანი მოსულიყო და თქვა იცი რომ დღეს შენი ყოფნა არის პრობლემა უნივერსიტეტისთვის, რაც ახლა არავის გავსი არაფერი არ გაუკეთებია. თქვენ თავად თქვით რომ თქვათ ხელისუფლებისთვის როდესაც მიუღებელია რექტორი ეს რთულია, იგივე თქვენ დანიშნვის დროსაც თუ გახსოვთ იყო ესეთი მოსაზრება ჯანდაცვის მინისტრობიდან რექტორობაზე და სწორედ ხელისუფლებისადმი ლოიალური განწყობისთვის ამიტომ არჩევის უკაცრავად ხო არჩევის მაგრამ მაშინ უწოდებდნენ რომ დაინიშნა ანუ ხო ანუ იყო ეს პრობლემები თქვენ თავად თქვით რომ კანონშიც არ ვთქვათ ძალიან ბევრი შენიშვნა გაქვთ არსებულ კანონთან და ნამდვილად არის ცვლილებების შესატანი ფიქრობთ რომ თქვათ აი იგივე ეს მოვალეობის შემსრულებლის პრემიერის მხრიდან დანიშნა ეს ცვლილებები ისევ პოლიტიკური მითხრა დღეს პრეზიდენტმა თქვა რომ თქვათ ის რომ განათლების სამინისტრო არ ერეოდა და არ ხდებოდა ჩარევა თქვათ ეს არ იყო ნამდვილად ფაქტურად აღიარა გარკვეულწილად ეს მაგრამ ისიც თქვა რომ ეხლა ხდება ამის დაკანონება და ამას ფიქრობთ თქვენ რომ ამ ჩარევის დაკანონება ხდება თუ მცდელობა რაღაც რეფორმირების და არასწორი გზებით თქვათ არ ვიცი კიდევ ხო ვიტყვი არ ვიცი ეს რა არის ხო ნუ თქვენი როგორც უკვე ყოფილი რექტორის მაგრამ რექტორის აზრი არა მაგიტომაც ეს კომუნიკაცია რო ყოფილიყო ჩვენთან როცა ჩვენ ამას ვაპირებთ, ეს ასე იქნება, ის რომ ჩვენ ამ გზით გვინდა რაღაცა ეს რაღაცა ABCD გავაკეთოთ, ABCD, ეს არ ყოფილა. ანუ ჩვენ ვიყავით აბსოლუტური, ხა ნუ თუ ვინმე იმ 30 კაციდან ვინც იყო იმ შეხვედრაზე, იცოდა ვინმე თუ იცოდა რომ ეს მოხდებოდა, მე არ ვიცი, მაგრამ ყველას შემთხვევით იყო მეორე დღეს ეს კანონპროექტი შოკი. აბსოლუტური შოკი, მოგდგეს დამოკიდებულებიდან გამომდინარე შოკი. ამიტომ ძალიან ცუდი მეთოდით მოხდა ეს ყველაფერი, არასწორად მოხდა ეს ყველაფერი. მე არ მაქვს პრეტენზია, მე მას სუვიძახთ რომ მე არ მაქვს პრეტენზია, ვინაიდან მე მივაჩნი ვარ გაუნათლებლად ალბათ ჩემი გონებრივი შესაძლებლობები ვერ ქაჩავს რაღაცეებს, ხო? გასაგებია. შეიძლება ყოფილიყო საუბარი საბჭოსთან, კაი გასაგებია, საბჭო არის ჩანერგილი და კიდე 1000 საშინლად შეურაცხყოფელი ეპიტეტები რომელიც ამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარისგან და კიდე ჩევლებისგან და რა ვიცი 1000 ადამიანისგან საშინელი შეურაცხყოფელი ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამხელა ჯერთი როგორ შეიძლება ესეთი უნივერსიტეტები ამხელა სახელის ან ამხელა ფუნქციის მატარებელი ან ასე ისაუბრო რექტორზე გაუნათლებელი ადამიანი ან ასე ილაპარაკო საბჭოს წევრებზე ვისა აქვს ამის უფლება მე ან რატო თვლის რომ ეს ამის უფლება აქვს მაგას ვერ ხვდები ეს არის ძალიან შემაშფოთებული და ის რა ამ ხალხთან მაინც ვიღაცასთან დალაპარაკებოდნენ თუნდაც პროფესორასთან არ ყოფილა ეს კომუნიკაცია და ხა რაც უნდა იძახოს რომ სამი უკვე დანარჩენს ვკითხავთ ბატონ გიორგის საინტერესო მისი პასუხები რა იქნება ძალიან დიდი მადლობა ერთი სიტყვით რას აპირებთ რა თუ გაქვთ გადაწყვეტილი თუ ჯერჯერობით არის თქვენი ჩემი ძირითადი ამ წუთში მოვალეობა და ფუნქცია არის და ვინაიდან ვარ გარანტი უნივერსიტეტის არჩევნებამდე აბსოლუტურად რომ არჩევნები ჩატარდეს ღიად თავისუფლად და გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა რომელსაც აირჩევს აკადემიური საბჭო
გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სანდრო, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში და ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება ჩავთოთ პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან მართველი გუნდის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ამ ცვლილებებს ხმა. საღამოშტობისა, ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა, რომ გვერთვებით გადაცემაში და რა ბუნებრივია დავიწყებ სწორედ იმ პუნქტზე საუბრით თუ იმ მუხლზე, რომელიც თქვენ ღიად დაიწუნეთ, ასე ვთქვათ, ამბობდით, რომ არ მომწონს, როდესაც ერთი ადამიანის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება. ალბათ მოისმინეთ არგუმენტები მას შემდეგ უკვე რაც ეს განცხადება გააკეთეთ, ანუ რატო გახდა ამ ცვლილების შეტანა აუცილებელი, ვთქვათ, და ისევ აპროტესტებთ, ანუ არ აპირებთ რომ ხმა მისცეთ უკვე მესამე მოსმენით თუ აპირებთ? ქალბატონო ნინო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება გადაცემაში მივიღო მონაწილეობა და ავხსნა ჩემი პოზიცია. სინამდვილეში არანაირი ესე რომ თქვა ძალიან სერიოზული პროტესტი ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან არ ყოფილა გამოხატული. უბრალოდ მე ძალიან გასაგებად ვთქვი პირველი მოსმენის დროს კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენის დროს ასევე კომიტეტის სხდომაზე, რომ კანონპროექტის განათლების შესახებ მეშვიდე მუხლის მერვე ქვეპუნქტს არ ვეთანხმებოდი და შესაბამისად ვცდილობდით, რომ ჩამოგვეყალიბებინა უკეთესი ნორმა. ზოგადად უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე, იქედან გამომდინარე, რომ მივესალმები არჩევითობის წესს და ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით ამაზე უკეთესი არავის არაფერი მოუგონებია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოქმედება, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილე ახსნა, როგორც დროებითი ინტერვენცია, დარჩება ნამდვილად დროებითი ინტერვენციად იმ შემთხვევაში, თუ კი ეს კანონპროექტი ჩემი მხარდაჭერის ან მხარდაუჭერლობის შემთხვევაში იქნება მიღებული. რაც დროებითი თუ იქნება ეს თქვა 6 თვით ეს მისაღებია თქვენთვის ამას გულისხმობთ? და იყო საუბარი შემდეგ როცა დაზუსტდა რომ მისაღები ქალბატონო ნინო, მაგრამ დღეს მე უბრალოდ მინდა თქვენ მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია, შესაძლოა თქვენ არ ფლობდეთ ამ ინფორმაციას, რომ პარლამენტს მეორე მოსმენით აღნიშნული კანონპროექტი არ განუხილავს, სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება, რადგან ფინანსთა მინისტრის გამოსვლა, იუსტიციის საბჭოს წევრების დამტკიცება და ასე შემდეგ მეორე ტური იყო პარლამენტში და იყო ძალიან მძიმე და დაძაბული სამუშაო დღე. შესაბამისად 26-28 ივნისისათვის გადაიწევს როგორც ჩანს ამ კანონპროექტის განხილვა. შესაძლოა შეიცვალოს რაიმე თავდაპირველ ვარიანტში, ქალბატონო ელისო, ფიქრობთ თუ ისევ დადგება იგივე ვერსია კეჭისყრაზე? კონსულტაციები ამჟამად ქალბატონო ნინო მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ გადაწყვეტილება უნივერსიტეტის რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშნვასთან დაკავშირებით იყოს მიღებული დემოკრატიული წესით კოლეგიური ორგანოს მიერ და იქნება სავარაუდოდ შემოთავაზებული ახალი მოდელი. ეს ალბათ არ იქნება ძალიან შორს იმ მოდელისაგან, რომელიც ზოგადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშნვას ითვალისწინებს, მაგრამ ის რისკები, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ნორმის მიღების შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ კარგად დაისახა გარდამავალდებულებებში იმით, რომ 6 თვით შეიზღუდა, თუმცა ვისურვებდი, რომ უფრო მცირე დროით ყოფილიყო დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშნა შემოსაზღვრული, მაგალითად 2 ან 3 თვით, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დემოკრატიის მთავარი წესი სწორედ ის გახლავთ, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაში მე უმრავლესობაში აღმოჩნდი. ქალბატონო ელისო, არ არის ეს ტრაგიკული, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები ემთხვევა ჩემი გუნდის მოსაზრებებს. ძალიან ბევრ საკითხში ჩვენი აზრები ემთხვევა ერთმანეთს, როდესაც მე მივმართავ ისეთ სპეციალისტებს, რომელთა მოსაზრებებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ზოგადად ის, რომ უმრავლესობაში ასეთ თემებთან დაკავშირებით არსებობს ჯანსაღი დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ არა ვართ მორჩილი უმრავლესობა, მიუთითებს დემოკრატიულობის მაღალ ხარისხზე და იმაზე, რომ ქართულ ოცნებას
კოალიციას აქვს მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, თავის წიაღშივე გადაწყვიტოს მსგავსი ტიპის დავები დემოკრატიული წესით. მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ქალბატონო ელისო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პრინციპებს არ ვიცვლით იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ მომენტში რა ამოცანა დგას დღის წესრიგში, განსხვავებით ჩვენი კოლეგებისაგან ნაციონალური მოძრაობიდან, რომელთაც შეეძლოთ, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ტაში დაეკრათ შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისათვის. კარგით, ქალბატონო ელისო, არ მინდა რომ სხვა თემაზე გადავიდეთ დღეს განათლების კანონის ირგვლივ მშელად. მათ ქონოდათ ეს პოტენციალი. ეს ზოგადი პრინციპია ქალბატონო. არა, მე მინდა შემდეგი კითხვა დავსვათ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენ არ მოგწონთ და იყოთ პრინციპული უბრალოდ. სწორედ აქედან გამომდინარე მინდა კითხო თქვენ თქვით ეს სიტყვები ერთ-ერთ კომენტარში, რომ ჩვენ არ დავუჭერთ ხარს ნებისმიერ კანონპროექტს, მხოლოდ იმიტომ რომ უმრავლესობაში ვართ. და იქვე ითქვა რომ კონსულტაცია უნდა ყოფილიყო მეტი უმრავლესობასთან. არ ვიცი ქონდა თუ არა საშუალება მოგესმინათ ალექსანდრე კვიტაშვილისთვის, რომლის მთავარი პრეტენზია თუ შენიშვნა სწორედ ეს იყო, რომ თქვა არ იყვნენ ისინი საქმის კურსში და გაირკვა, რომ უკვე როდესაც კანონი მზად იყო და შეტანილი იყო პროექტი პარლამენტში, რექტორებთან შეხვედრაზე ეს თემა არ იყო დასმული. ანუ აქედან გამომდინარე მინდა ვიკითხო, რატომ ხდება ასე დაჩქარებული წესით, ითქვა ესეც ამ კანონის მიღება. ამაზე მოისმინეთ არგუმენტები, თქვა იგივე უმრავლესობამ. ქალბატონო ნინო, დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღება როგორც ჩანს ვერ მოხერხდება, რადგან საკმაო ვადებია ეხლა უკვე მომავალ სასესიო პერიოდამდე ამ თემაზე კონსულტაციების გასავლელად, როგორც უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც შრომის კოდექსთან დაკავშირებით მოიძებნა ოქროშუალედი, ასევე მოიძებნება ოქროშუალედი განათლების შესახებ კანონთან დაკავშირებით და ის თვისობრივად გააუმჯობესებს უნივერსიტეტების მდგომარეობას, მათი ავტონომიურობის ხარისხს, ის ზოგადი დებულებები, რომელიც აღნიშნული ცვლილებებით შემოდის კანონპროექტის მიხედვით ქართულ რეალობაში, ჩემთვის პირადად მისაღებიც არის და მისასალმებელიც, უბრალოდ საქმე ეხება ერთ კონკრეტულ მუხლს, რომელთან დაკავშირებითაც გამაჩნია შენიშვნები და ამ საკითხთან დაკავშირებით ვთათბირობ უმრავლესობის გაგრძელდება კონსულტაციები და ამ პროექტის განხილვა. ეს მინდა კითხო. დიახ. აუცილებლად. და ფიქრობთ თუ არა იგივე რექტორები უნდა იყვნენ ჩართულები? მე ერთ პატარა მაგალითს მოგიყვებით, მე ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილთან არ მომისმენია რა მოსაზრებებს გამოთქვამ და ის, მაგრამ კომუნიკაბელურობით სამწუხაროდ ბატონი ალექსანდრეც ვერ დაიკვეხნის, რადგან აპრილში, როდესაც საქმე ეხებოდა უმაღლესი სასწავლებლების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს, მე არაერთხელ ვცადე ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილთან დაკავშირება, მოვიპოვე მისი მობილური ტელეფონის ნომერი და ვესაუბრე მის თანაშემწეს. რატომღაც ამ პიროვნებამ არ მოინდომა ასევე კონსულტაციების გავლა და აზრთა გაცვლა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებთან. ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც ისაუბრობს კომუნიკაციის პრობლემაზე. განათლების სამინისტროს კომუნიკაციაზე საუბრობდა, მაგრამ დიახ ამ თემაზე. კარგით, ბოლო კითხვა მინდა დროში. გადაწყვეტილებებს პარლამენტი იღებს ქალბატონო ნინო კანონპროექტის მიღება არ მიღებასთან დაკავშირებით. იცით, მე მგონი ეს ბატონმა ალექსანდრე კვიტაშვილმაც იცის. კარგი და სწორედ ამაზე მინდა კითხოთ, თუ იქნება კონსულტაციები იგივე უმცირესობასთან, რომლის მხრიდანაც ასევე ძალიან მწვავე კრიტიკა მოყვა ამ ცვლილებებს და იგივე რექტორებთან და ვთქვათ უნივერსიტეტებთან ან აკადემიურ საბჭოსთან, ანუ მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრამდე, ვთქვათ, ამ ფონზე, რადგან დაინახა საზოგადოებამ, რომ ბევრმა არ მოიწონა რაღაც კონკრეტული მუხლები, გაგრძელდება ეს კონსულტაციები და რაღაც ცვლილებების შესაძლოა კიდე სხვა ცვლილებები შევიდეს. ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციები მიცემული გვაქვს განათლების სამინისტროსთვის. ეხლა უკვე განათლების სამინისტრომ, როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, ან უნდა გაითვალისწინოს ეს შენიშვნები, ან არ გაითვალისწინოს. მე დიდი ალბათობით ველოდები, რომ გაიზიარებენ იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს მათ შორის უმრავლესობაშიც. უბრალოდ არ მიმაჩნია, დიახ, სწორად, რომ
ჩვენ რაღაც დისკუსიისა და განხილვების გარეშე მივიღოთ ფუნდამენტური გადაწყვეტილებები. ეს არის ზოგადი პრინციპი და არ შეეხება განათლების შესახებ კანონს. განათლების შესახებ კანონს რაც შეეხება, მას ძალიან ფართო დისკუსიები მოჰყვა საკომიტეტო მოსმენების დროს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ უმცირესობის დამოკიდებულებაც, სტუდენტების დამოკიდებულებაც, პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულებაც და საბოლოოდ შევჯერდებით მე მგონი ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაზე. კარგი, დიდი მადლობა. ელისო ჩაფიძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მართველი გუნდის წარმომადგენელი, პასუხობდა პოზიციის კითხვებს ქუთაისიდან და ახლა გვაქვს საშუალება მოვისმინოთ უმცირესობის წარმომადგენლის პოზიციაც გიორგი ვაშაძე გვერდება პირდაპირ ეთერში საღამოშტობისა. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ საღამოშტობის მოგესალმებით. ბატონო გიორგი, დავიწყებ იმით რომ ამ ცვლილებების პროექტი შემოვიდა თქვა ამ ერთ მუხლს მოყვა ძალიან სერიოზული ხმაური, როგორც უნივერსიტეტების მხრიდან, ასევე უმცირესობის შეფასებებიდან და იმ მართულ გუნდშიც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ეს არის ის გადამწყვეტი ცვლილება, უკვე თვითონ ოპოზიციის მოსაზრება მაინტერესებს. რის გამოც თქვენ აპროტესტებთ და გაკეთა განცხადებები, რომ ეს არის საბჭოთა დროში დაბრუნება თუ სხვა ცვლილებებიც, რაც შემოსულია ამ პროექტში, მიგაჩნიათ რომ არასწორია. პირველ რიგში რომ ჩვენ რატომღაც მარტო რექტორის არჩევაზე და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნით შემოვიფარგლეთ, მაგრამ აქ ბევრი სხვა საკითხია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეიძლება პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს კანონ პროექტი იქნას მიღებული. რაც შეეხება ქალბატონმა ელისომ ბრძანა, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ გადაერთვათ. მათ კი არ გადაწყვიტეს, თქვენ თუ პარლამენტის ხდომას თელი დღის მანძილზე ადევნებდით, ჩვენი სტრატეგია იყო ესეთი, ჩვენ ყველა პროცედურა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ თელი დღის მანძილზე 9 საათამდე ვერ დაწყებულიყო ამ კანონ პროექტის განხილვა იმისათვის, რომ დღეს არ მიეღო პარლამენტს ეს კანონ პროექტი და შესაბამისად დრო იყო იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო ფართოდ ჩაერთოს ამ ყველაფერში. მაგრამ მოდით ახლა გლობალური კონტექსტი დავინახოთ განათლების სისტემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე გარკვეული ნაბიჯთა ერთობლიობაა, რომელსაც მივყავთ განათლების სისტემის ცენტრალიზებისკენ, ნაცვლად თავისუფლებისა, რომელიც ჭირდება განათლების სისტემას, თუ ჩვენ გვინდა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები გვყავდეს და თუ ჩვენ გვინდა მართლაც კარგი საგანმანათლებლო სისტემა გქონდეს. მე შეგახსენებთ აგრარულ უნივერსიტეტზე თავდასხმას, იგივე აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ რამოდენიმე თვის წინ მიღებულ კანონ პროექტს, ეგრეთ წოდებულ სიპებად, სიპიზაციას, არასამეწარმეო იურიდიული პირების. რა არის განსხვავება ამ ორ შორის? სიპი ეს არის განათლების სამინისტროს მმართველობის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო, ასე ვთქვათ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი დამოუკიდებელია განათლების სამინისტროსგან. მე მაგალითად მივესალმებოდი, რომ ახალ ხელისუფლებას შემოეტანა კანონ პროექტი და ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, სხვა შორის რომ რეგენტთა საბჭოც კი გაუქმებულიყო, რომელიც გარკვეული, ასე ვთქვათ, ფინანსური კონტროლის მექანიზმი იყო ჯერ კიდევ დარჩენილი უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით. მაგრამ სამწუხაროდ ამის სანაცვლოდ ჩვენ რა მივიღეთ? უფრო მეტი ცენტრალიზება. და ეხლა უკვე გაგრძელება იმისა, რომ ნაცვლად სამეცნიერო საბჭოსა აირჩიოს დროებით შემსრულებელი მოვალეობის დანიშნოს პრემიერ-მინისტრმა, დანიშნოს უვადოდ, შემდეგ განათლების მინისტრი გვეუბნება, რომ თურმე ეს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტიდან ინაცვლებს პრემიერ-მინისტრისკენ, სინამდვილეში ესე არ არის სინამდვილეში, სწორედ სამეცნიერო საბჭო ნიშნავს დროებით მოვალეობის შემსრულებელს. იგივე ის საკითხები, ვთქვათ, ხარისხთან დაკავშირებით, ეს ახლა სპეციალურად ერთი ადამიანის გამო არის ეს ცვლილება ინიცირებული, მაგრამ მე უფრო მეც გეტყვით. ამ კანონ პროექტში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, ქალბატონო, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ რექტორის არჩევა, არარჩევის და მოვალეობის შემსრულებლად დანიშნვის. მაგალითად, ახალგაზრდა პროფესორებთან და ახალგაზრდა დოქტორანტებთან მიმართებაში, რომელთაც უკვე ფაქტობრივად არ ექნება შესაძლებლობა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ახალი ბიუროკრატიული სისტემა, როდესაც კონკურსები უნდა ტარდებოდეს ხელახლა თურმე, როცა პროფესორის გარეშე ცალკე სალექციო კურსის წაყვანის შესაძლებლობა დოქტორანტს არ აქვს. არა და სხვათა შორის შემა მეგობარმა გადმომიგზავნა ერთი საკმაოდ საინტერესო ციტატა ივანე ჯავახიშვილის 1917 წელს ნათქვამი თბილისსა და ქუთაისში, როცა ის აპირებდა უნივერსიტეტის გახსნას. სადაც ძირითადი პრინციპი თვითონ უნივერსიტეტის ეს არის უფროსი თაობის პროფესორები, რომლებიც იქ არიან, მაგრამ რაც თავარია ახალგაზრდა მეცნიერები, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ მათი ცოდნა გადასცენ სხვებს, რომლებიც უფრო მობილიზებულები არიან და ასე ვთქვათ, არიან მომოტივირებულები, რომ კვლევები ჩაატარონ უფრო მეტი. შესაბამისად, შემდეგი რა იქნება? ამის შემდეგ რას აპირებს განათლების სამინისტრო? რატო გვაჩვენებს ამ ყველაფერს ნაბიჯ და არ გვაჩვენებს საერთო კონტექსტს, რა უნდა რეფორმებიდან?
ჩემთვის ჩემი აზრით ალბათ ამიტომაც გამოიწვია აღშფოთება რომ გამოსავალი სწორი საგანმანათლებლო სისტემის ეს არის მეტი თავისუფლება, მეტი ახალგაზრდა ადამიანი უფროსი თაობის ადამიანთან ერთად. პირიქით ჩვენ წარმოიდგინეთ რომ ჩვენთან განათლების სისტემას კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რა თქმა უნდა და კიდევ მნიშვნელოვნად უნდა განვითარდეს, მაგრამ რა გვაკლია? გვაკლია კვალიფიციური კადრები ახალ დარგებში, იმ დარგებში, რომელიც მთელ მსოფლიოში ვითარდება და სამწუხაროდ ჩვენთან არ არის. ეს სპეციალობები ჩვენთან არ არსებობდა სამწუხაროდ იგივე საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგალითად იგივე ტექნოლოგიები, იგივე სხვა ახალგაზრდა ადამიანებს ვთქვათ, იგივე საზღვარგარეთ განათლება მიღებულ პირების გადინება მოხდება ვთქვათ კერძო სასწავლებლებში და ხარისხი შეიძლება დაეცეს ვთქვათ სახელმწიფო არა მარტო კერძო სასწავლებლებში ხა მე პირდაპირ გეტყვით რომ ახალგაზრდა ადამიანი თავის გასახანს ყოველთვის ნახულობს, მაგრამ ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს? იგივე სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში პირიქით მოვიზიდოთ მეტი ადამიანი, პირიქით მოვიზიდოთ მეტი კვალიფიციური პიროვნება, რომელიც თავის ცოდნას გადასცემს სტუდენტებს. ჩვენ გვინდა რომ უფრო უკეთესი განათლება იყოს, ხო ეს არის ჩვენი მიზანი. საერთოდ ქვეყნის განვითარებას რამოდენიმე სტრატეგიული მიზანი აქვს და რა თქმა უნდა განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს თავისუფლებაზე აგებული და არა რეგულაციებზე აგებული. ბიუროკრატია არ უნდა შევიტანოთ. რატო უნდა განსაზღვროს კანონმა ამდენი რამე? რატო უნდა ისაუბროს კანონმა და არა იმ სამეცნიერო საბჭომ, რომელსაც უკეთესად იცის თუ რა სჭირდება სტუდენტს? რატო არ უნდა იყვნენ თვითონ სტუდენტები ჩართულები? რატო არ უნდა იყოს ფართოწრე ჩართული და რატო არ უნდა იყოს მეტი თავისუფლება? რატო ვზღუდავთ? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საბოლოო ჯამში ჩვენ რას მივიღებთ? დიახ, აქვე და კითხოთ, აი არსებულ კანონზე იგივე ალექსანდრე კვიტაშვილმაც კითხვა, დღეს პრეზიდენტმაც ისაუბრა, ვთქვათ რომ იყო რაღაც გარკვეული ჩარევები, მაშინ ალექსანდრე კვიტაშვილმა თქვა რომ ეს წინა კანონი ნამდვილად დასახვეწი იყო და ვთქვათ ბევრი შენიშვნა ჰქონდა და ამ ფონზე რა თქმა უნდა. ხო, ამ ფონზე, როდესაც ვთქვათ განათლების სამინისტრო ცდილობს ახალი კანონის მიღებას და ითქვა ისიც აი ამ ცვლილებებთან ერთად იმ მთავარ პუნქტზე და ვთქვათ მუხსერაზე ხმაური იყო. თუ გახსოვთ შეახსენა ვთქვათ განათლების მინისტრმა უმცირესობასა, როდესაც პრეზიდენტი ნიშნავდა რექტორს, მე შეიცვალა 2006 წლიდან კი ბატონო და ისევ ვთქვათ აკადემიური საბჭო ირჩევდა, მაგრამ მაშინაც გარდამავალი პერიოდით აიხსნა. არა, სხვა კითხვა მინდა უბრალოდ დავსვა. შესაძლოა რომ მაშინ ეს იხსნებოდა გარდამავალი პერიოდი და შეიცვალა. ეხლაც არის საუბარი რომ დროებით 6 თვის ვთქვათ. ანუ შესაძლოა რაღაც რეფორმებისთვის მზადებამდე დასაშვებად მიიჩნიოს ვთქვათ გარდამავალ პერიოდში რამე მსგავსი ცვლილება. არც ერთ შემთხვევაში მე გინდათ უფრო მეტი გითხრათ. ჩემი აზრით რეგენტთა საბჭო რომელიც შემოღებული იყო CP-დან IP-ზე გადასვლის ასევე არასწორი იყო და პირიქით უკეთესი იქნებოდა თუ ამ რეგენტთა საბჭოსაც მოვაცილებდით რომ რაღაცა ფინანსური მონიტორინგის სისტემები არ შექმნათ საჯარო სექტორში, თქვათ მთავრობაში და ასე შემდეგ, რომელიც გააკონტროლებს უმაღლეს სასწავლებლებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ. ის რაც წარსულში იყო, სადაც არ იყო სწორი ნაბიჯი გადადგმული, ეხლა იმას ხო არ ნიშნავს, რომ დღეს ორჯერ უფრო არასწორი ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ეხლა უკან ვიხევთ რეალურად. წარსულში მივდივართ და არა მომავალში. და ეს არის პროცესი რეფორმირების, ეს არის პროცესი წინსვლის. თუ ჩვენ გვინდა ახალგაზრდა განათლებული თაობა. ქუთაისის უნივერსიტეტში მქონდა ლექცია, სადაც ფანტასტიკური ახალგაზრდები იყვნენ და ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. რატო არ უნდა კონდეს თუნდაც იგივე, არ ვიცი, პარლამენტში იქნება თუ კერძო სექტორში დასაქმებულია ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანი, რომელიც მივადა თავის გამოცდილებას გაუზიარებს და ლექციას წაიკითხავს. რატო უნდა შევზღუდოთ ეს ყველაფერი? რატო უნდა გავაჩინოთ ზედმეტი ბარიერები და რატო უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი? მე პირდაპირ ისევ გეუბნევით, რომ პირიქით რეგენტთა საბჭოც უნდა გაუქმებულიყო. პირიქით მეტი თავისუფლება უნივერსიტეტს უნდა მიცოთ. რა თქმა უნდა. საერთოდ განვითარება თავისუფლებაშია. მაგალითი, აი იმ დღეს ახლა ქუთაისის უნივერსიტეტში მართლა საუბარი ქონდა მაგალითზე სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა. სამხრეთ კორეა ეს არის თავისუფლების მაგალითი, ჩრდილოეთ კორეა ეს არის შეზღუდვების მაგალითი. სად არის დღეს ჩრდილოეთ კორეა? ერთსულ მოსახლეზე აქვს ეკონომიკა $500. სამხრეთ კორეამ იგივე პერიოდში დაიწყო განვითარება და $23,500 აქვს. ჩვენ თუ თავისუფლების გზით წავედით და მეტი რეფორმირების ძირითადი მამოტივირებელი არ იქნა თავისუფლება, ჩვენ რა თქმა უნდა უარყოფით შედეგს მივიღებთ. რატო გონია რომ ჩვენ უკეთესად ვიცით ვიდრე სამეცნიერო საბჭომ ვინ უნდა იყოს რექტორი? ან რატო გონია რომ ჩვენ უკეთესად ვიცით ვიდრე მაგალითად ფაკულტეტის დეკანმა თუ ვინ უნდა იყოს, ვინ უნდა კითხულობდეს ლექციას და ვინ უნდა ატარებდეს ლექციებს? ან თუნდაც იგივე სამეცნიერო საბჭომ იცის უკეთესად. რატო გონია რომ ჩვენ უკეთესად ვიცით ვიდრე სტუდენტებმა, რომელსაც უნდათ რომ უფრო და უფრო უკეთესი ცოდნა მივიღოთ? არ ჩავერიოთ, მივცეთ დამოუკიდებლობა და მაშინ ასეთ შემთხვევაში მივიღებთ კონკრეტულ შედეგს. და მე მინდა ერთი რაღაც თქვა, რომ განათლების
მინისტრი ამბობდა, რომ სიღრმისეულად რო ჩავიხედოთ ამ ყველაფერში პრობლემა არ არის და ძალიან ბევრჯერ გაიმეორა ეს ფრაზა და თქვენთანაც იქნება. სიღრმისეულად რო ჩავიხედოთ, სწორედ ამ პრობლემას ხედავთ, რომ პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი იგივე სიფათ გადაკეთება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნივერსიტეტის, ეხლა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაში ჩარევა, იგივე ჩარევა, ვინ უნდა იყოს, ვინ უნდა კითხულობდეს ლექციას, ვინ უნდა არ უნდა კითხულობდეს ლექციას, დამატებითი ბიუროკრატიის შემოტანა იგივე უმაღლეს სასწავლებლებში და ეს არის ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯი. აი ეს არის სიღრმისეული ჩახედვა, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ კარგ მომავალს არ გვიჩვენებს და მე მინდა ხაზი გაუსვა ასევე ბატონი გიადვალია, რომელიც დაინიშნა განათლების რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრად, ხომ ის მრჩევლად. და მანაც თქვა, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად თქვა, რომ არ შეიძლება ესეთი გადაწყვეტილება. ანუ იმ კონცეფციაშიც, რომელი კონცეფციაც ჩვენ არ ვიცით ბოლომდე თუ რას გულისხმობს, იმ კონცეფციაშიც არ ჯდება ეს ყველაფერი. მაშინ რაში ჯდება? ერთადერთ პიროვნების წინააღმდეგ არის მიმართული და ამის გამო ჩვენ დავაზიანოთ სტუდენტები და დავაზიანოთ საგანმანათლებლო პროცესი. ეს არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ ვამბობ, წარსული შეცდომები, დღევანდელი შეცდომების გამართლება ვერ იქნება და წარსულში უფრო და უფრო ღრმა წარსულში, შევარდნაძის წარსულში დაბრუნება მართლა ძალიან დიდი პრობლემა იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისთვის. დიდი მადლობა, გიორგი ვაშაძის პოზიცია მოვისმინეთ, უმცირესობი და მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა. ახლა რეკლამის დრო და რეკლამის შემდეგ უკვე პოზიციის კითხვებს განათლების მინისტრი და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი უპასუხებს. დაგველოდეთ, წინ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გველოდება. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმარს, განათლების მინისტრი და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი უპასუხებს პოზიციის შეკითხვებს. საუბრობთ ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით მონაწილეობას. ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამ განათლების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ირგვლივ და საინტერესო იქნება თქვენი პასუხები ამ თემაზე. პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ თქვათ უსმენთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და საუბარი იყო რომ მხოლოდ ამ მუხლზე არ არის ასე ვთქვათ შეკითხვები, მაგრამ მაინც ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა ის ერთი მუხლი, სადაც საუბარი ამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერის მიერ დანიშნა. მე ითქვა რომ ეს იქნება დროებით. მაგრამ იგივე მართველი გუნდის წევრებმა ჩათვალეს რომ ეს შესაძლოა რაღაცა ვთქვათ ავტონომიისთვის იყოს საფრთხე და ასე შემდეგ. მოსმენილი გექნებათ რომ აღარ ჩამოთვალო. ამიტომ მოდი დავიწყოთ იმით კონკრეტულად რა მიზანს ისახავდა ეს ცვლილება. ეს არის ცვლილება, რომელიც უკავშირდება კიდევ ერთხელ და მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ბოლო დღეებია და ეს მოსალოდნელიც იყო, ხდება მუდმივად ტერმინების აღრევა. ეს არ არის რექტორის დანიშვნა, ეს არის რექტორის მოვალეობის პირის შემსრულებლის დანიშვნა მხოლოდ და კიდევ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რექტორის არჩეული რექტორის უფლებამოსილება ვადამდე ადრე წყდება. სხვა შემთხვევაზე არ არის ლაპარაკი. და მაინც რატო? სხვა ყველა შემთხვევაში აკადემიური საბჭო სხვა ყველა შემთხვევაში რექტორი ირჩევა კოლეგების მიერ. მეტიც მინდა ერთი წამით ხაზი გაუსვა, რომ ეს არ ჩანდეს, რომ ეს არ ეხება, რომ დავაზუსტო, იმიტომ რომ ეს არ ეხება კერძო უმაღლესს, ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესებს და ეს არანაირად არ ეხება მოქმედ რექტორებს. მე რამდენჯერმე ხაზი გაუსვი, რომ არც ერთი მოქმედი რექტორის მიმართ, რომლებიც არიან კონკრეტული ვადით არჩეული ვინ რამდენით, არანაირი ცვლილება მათი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების საკითხთან მიმართებაში არ ხორციელდება. რატომ არის ეს მოდელი? ხო, თქვათ, რატომ არ შეიძლება და იგივე აკადემიური საბჭოს აერჩია თუ დაენიშნა ის დროებით მმართველიც. თუ რექტორის მოვალეობა წყდება რაღაცა საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ანუ რატომ შეწყდა, ხო? ადამიანი არჩეულია 4 წლით, ან 3 წლით, ან 2 წლით და უცებ შეწყდა უფლებამოსილება, ხო? ესე იგი რაღაცა საგანგებო მოხდა, რაღაცა საგანგებო ვითარება. მენეჯმენტის ელემენტარული კანონია, რომ როდესაც საგანგებო ვითარება არის სიტუაციის სტაბილიზაციისათვის და იმისთვის, რომ პროცესები ნორმალურად წარიმართოს, ვიღაცა ეხმარება გვერდიდან ორგანიზაციას. და სახელმწიფო ეხმარება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უმაღლესებს, იმიტომ რომ სახელმწიფო უმაღლესზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ხო, მუდმივად კრიტიკის ობიექტი, როდესაც არის სახელმწიფო და მაგალითად მინისტრი და სტუდენტების შეხვედრის დროს მეუბნებიან, რომ იცით რა, ჩვენ სახელმძღვანელო არა გვაქვს შესაბამისი, ან პროფესორი ცუდად კითხულობს ლექციას, ან პირობები არა გვაქვს. ისინი ხო ვალდებულებას სამინისტროზე გადმოაქვთ, მათ ხო რაღაცა ვალდებულებას ხედავენ ამაში.
შესაბამისად, როდესაც სანამ სისტემა გაიმართება და სანამ ბოლომდე იქნება სტაბილური სისტემა მიღწეული, სანამ აირჩევა და არჩევნები იქნება, ამას გულისხმობ? არა. თუ ზოგადად სანამ სისტემა გაიმართება, სანამ ჩვენ რეალურად გადავალთ იმაზე, რასაც ხაზი ესმეოდა ბევრჯერ, უნდა ჩვენ excellence კლასტერი შევქმნათ, უნდა ტენიურების სისტემაზე გადავიდეთ. ანუ სანამ სისტემა იქნება სრულად დალაგებული, მანამდე სახელმწიფოს ვალდებულება უფრო მაღალია და თუ იქნება რაღაცა საგანგებო ვითარება, სახელმწიფო იღებს თავის თავზე პასუხისგებლობას. და ეს იქნება თუ არა გარკვეული საფრთხე ავტონომიისთვის, მაინც იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი კეთდება ამაზე. იქნება ეს პრემიერი, პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სახელმწიფო პირი, მის მიერ თუნდაც დროებითი, ვთქვათ, შემსრულებლის დანიშვნა არის მაინც გარკვეულწოდ ყოს უნივერსიტეტებმაც ესე აღვიქვეს, ჩვენ დღეს ვნახეთ აქციებიც, ხო, ვთქვათ, სტუდენტების, რომ ეს იქნება ავტონომიის სისტემა არის ბოლომდე გამართული. თუ სისტემა არის ბოლომდე გამართული, ბუნებრივია ასეთი ბერკეტი არ არის საჭირო. ჩვენ რო ვიყოთ აბსოლუტურად გამართულ სისტემაში ვარსებობდეთ და ცხოვრობდეთ, ასეთი ბერკეტი საგანგებო ვალდებულების არ იქნება საჭირო, მაგრამ და შესაბამისად ასეთი ბერკეტი მოსახსნელია აუცილებლად, როდესაც სისტემა გაიმართება, მაგრამ ამ გამართვას სჭირდება რამდენიმე წელი. ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ პირველი ნაბიჯებით, ჩვენ შევქმნით უნივერსიტეტების ავტონომია დავიცავით იმით, რომ მათი ქონება დავიცავით, იმ შესაძლო ასე ვთქვათ, მიტაცებისგან, რომლის პრეცედენტებიც იყო და რომლის მეტიც მომზადებული იყო გარკვეული ვარიანტები ამ ქონების, ასე ვთქვათ, არამიზნობრივი მოხმარების, ჩვენ შევქმნით ის პროცესი, როდესაც რეალურად, აი ამ ცვლილებებით, როდესაც რეალურად პროფესორის ხელში გადადის უნივერსიტეტის მართვა და არა ადმინისტრაციის, აქ მე მინდა განვასხვაო, ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა და როდესაც ეს ყველაფერი განხორციელდება და არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, არც ერთი რექტორი დაუშვათ არ შეწყვეტს ვადამდე თავის ფუნქციონირებას. მე თავისუფლად შეიძლება ამ სისტემამ მიფუნქციონირდეს აი ამ დამხმარე რესურსის გარეშე. აქ მთავარია და მინდა ხაზი გაუსვა ივას, ვინ არის ავტონომიური? აი ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს პასუხი არ ეცემა აი ამ მიმდინარე დისკუსიაში. რას გულისხმობ? ანუ ვინ არის ავტონომიის სუბიექტი? უნივერსიტეტი, ხო, რა? სტუდენტები, ალბათ პირველ რიგში და პროფესორ-მასწავლებლები. უნივერსიტეტი რეალურად არის სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელობენ პროფესორ-მასწავლებლები, რომლებშიც არის ადმინისტრაცია და არიან სტუდენტები, მაგრამ წარმართველი რგოლი უნდა იყოს პროფესურა. ყველა ფაქტიურად იმ შემთხვევაში, რომ და პრობლემა ჩნდება არა მაშინ, როდესაც პროფესურა მართავს რეალურად უნივერსიტეტებს, არამედ როდესაც ავტონომიის სუბიექტი ხდება ადმინისტრაცია. და ჩვენი ცვლილებები სწორედ აქეთ არის ორიენტირებული და იმ ცვლილებებში ეს მეათე ხარისხოვანია და ჩემთვის პრინციპული არა. ჩემთვის პრინციპული არის ამ ცვლილებებში ხაზი გაესვას რას, რომ არ შეიძლება რექტორის ხელფასი იყოს 5-ჯერ მეტი. არ შეიძლება რექტორს კონდეს მიწვდომა ისეთ სიკეთეებთან, თუ ამას საერთოდ სიკეთე შეიძლება დავარქვათ, როგორც ძველი დღილებული მანქანები, კატარღები და დიდი შემოსავალი. აქედან გამომდინარეა ეს, რომ დაწესდა, ვთქვათ, კონკრეტული, იმიტომ რომ ამასაც მოყვა შენიშვნები, რომ იგივე ეს ხელფასები და ახალი სარგოების თუ არ ვთქვათ, ხო, დაწესება გამოიწვევს ამას, რომ გამოიწვევს იმას, რომ აღარ ექნება ისეთი, ანუ არ უნდა ესეც ხო თავისუფლების გარკვეული შეზღუდვა გამოდის კანონით, რომ მე არ უნდა მქონდეს თქვა უფლება უნივერსიტეტს, ვისაც მინდა ის ანაზღაურება მივცე, თქვა უფრო კვალიფიციური ლექტორს ან არა ლექტორს, აი ესეთი კითხვების დაისვა. ხო, ახლა შეხედეთ რა შეა საქმე. თქვენ, როდესაც ხართ რექტორი, ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ან ბუღალტერი, ან ფინანსური მენეჯერი, ან კანცლერი და თქვენ წყვეტთ, რომ თქვენ ხართ კვალიფიციური, თქვენ უნდა გქონდეთ 5-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე პროფესორს, რას უშვებით ამით სისტემას? მთავარ მოქმედ პირს აცლით რესურსებს. თქვენ ამბობთ, რომ იცით რა, შენ კი კითხულობ საქართველოს ისტორიას, მაგრამ მე რაღაცა არ მომწონს შენი საქართველოს ისტორიას როგორ კითხულობ და მაგრამ მე ვარ ძალიან კარგი მენეჯერი. ამიტომ მე მექნება 5-ჯერ მეტი ხელფასი და შენ გქონდეს 2 კაპიკი. თქვათ აკადემიურ საბჭოს რო კონდეს ამის პრეროგატივა აკადემიურ საბჭოს. ანუ ეს ხო კანონით უნდა განისაზღვროს. ბუნებრივია, ჩვენ სწორედ მაგას ვამბობთ, რომ აი ეს საკითხები ვის რამდენი ხელფასი ექნება, ხო? და არ შეიძლება რომ ადმინისტრატორს კონდეს 5-ჯერ მეტი, მაქსიმუმ რექტორს ექნება 1.5-ჯერ მეტი ვიდრე პროფესორს. იმიტომ მთავარი მოქმედი პირი არის პროფესორი. ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნეთ პროფესორის გაღატაკებას. და მე სტუდენტები კითხულობენ, რომ რატომ არ არის პროფესორი კვალიფიციური და როგორ იქნება კვალიფიციური თუ შენ მას ხელფასს არ აძლევ. აი ეს იქნება მთავარი, რომ პროფესურა მიიღებს მეტ ხელფასს, რომ იქნება გრადაცია,
ამ პროფესორებს შორის და ბუნებრივია რომ სასწავლო პროცესიც გაჯანსაღდება. ანუ ეს საბიუჯეტო ავტონომიის შეზღუდვა საბიუჯეტო აი ახლა მოგახსენებთ არა ახლა მოგახსენებთ აქ იქნება რა აქ იქნება ძირითადი თამაშის წესების დადგენა და თამაშის წესის დადგენა ავტონომიის შეზღუდვა არ არის სახელმწიფო უმაღლესებში ჩვენ ვამბობთ რომ ეს სახელმწიფო უმაღლესია და აქ სახელმწიფომ ძირითადი წესი უნდა დაადგინოს არ შეიძლება რექტორს ყავდეს კატარღა და ლექტორი იყოს მშიერი ეს აღარ არის მაშინ უნივერსიტეტი რამდენი წა უნდა ვინ რექტორს ყავდა კატარღა თქვენც იყავით რექტორიანოს უკვე ვიცი კიგერძო უნივერსიტეტის მაგრამ უფრო ქონდათ ხო შეხება მაშინაც ვინ არის ესეთი არა სასწავლებელი სხვა მაგრამ ზოგადად რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ყავს ეს კატარღები და ეს კონკრეტულს გულისხმობთ თუ ზოგადად კი ბატონო აი ამ ვითარებაში პრინციპული არის ეს პუნქტები ანუ ფინანსური მენეჯმენტი არ შეიძლება ადმინისტრაცია ჭამდეს და ლექტორები შიმშილობდნენ ეს ერთი მომენტი მეორე ლექცია უნდა წაიკითხოს ხარისხის მქონე ადამიანმა მე მიკვირს რომ ამაზე მიმდინარეობს დებატები ამ თემაზე მეც ვსკითხავ მეტიც დებატები მიმდინარეობს მოქმედ პრეზიდენტთან ის კამათობს აი ამ ჭეშმარიტებაზე რომ ადამიანს უნდა კონდეს თუ არა პროფესორს უნდა კონდეს თუ არა ხარისხი ხო მაგრამ ბატონო გიორგი ამ შემთხვევაში ითქვა ისე დოქტორანტს თქვათ იმიტომ რომ ხარისხამდე სანამ მივახო არსება კვალიფიციური კადრები ის ფაქტურად შორდება ამ სასწავლო პროცესს იმიტომ რომ არანაირად ამ ცვლილებით ხო ესე გამოდის მაშინ რას ნიშნავს აი საკვალიფიციო მოთხოვნის დადგენა დოქტორანტს აქვს უფლება იყოს ასისტენტი და ასისტენტი ნიშნავს რას მას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სემინარში. მას შეუძლია მაგრამ არა სასწავლო პროცესში ჩაერთოს და ასწავლოს სემინარის სასწავლო პროცესია. მას შეუძლია წაიკითხოს კიდევაც ლექცია, მაგრამ ერთი არის, როდესაც მაგალითად თქვენ ხართ პროფესორი და მე ვარ თქვენი ასისტენტი. თქვენ გეგმავთ კურსს, თქვენ ამბობთ, რომ აი ეს თემებია წასაკითხი. აი აქ არის გასაკეთებელი აქცენტი. ამდენი საათი ამ საკითხს უნდა დაეთმოს. ამდენი საკითხი ამ ლიტერატურა ეს არის, დამხმარე ლიტერატურა ეს არის. ეს თქვენ უნდა დაგეგმოთ როგორც პროფესორმა. თქვენ შეიძლება თქვათ რომ იცი რა გიორგი შენ კარგი მაჩვენებელი გაქვს აი ამ ნაწილთან მიმართებაში მიდი და იმუშავე სტუდენტებთან მაგრამ თავისთავად დოქტორანტი არის ადამიანი რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს თან პროვაშია თან სწავლობს კადრებისგან არ ფიქრობთ რომ შესაძლოა ამ ცვლილება მოახდინოს დაცლა ერთგვარი უნივერსიტეტის და სასწავლო ხარისხი დაეცეს პირიქით უნივერსიტეტები არჩიონ ესეთმა ადამიანებმა არა ნახეთ რა ვითარება დოქტორანტი პროფესორებიც აღარ რჩებიან ხო თქვათ ისინი კიდევ ერთხელ ისინი არიან ასისტენტები ისინი აგრძელებენ თავიანთ მუშაობას სტუდენტებთან მაგრამ არ არიან კურსის დამგეგმავები სასწავლო პროგრამას ისინი ვერ ხელმძღვანელობენ მაგრამ მონაწილეობენ ამ პროგრამაში მაგრამ ვინ არის დოქტორანტი დოქტორანტი არის ადამიანი, რომელიც მუშაობს, სწავლობს და კვლევას აწარმოებს. თუ შენ დოქტორანტი მთლიანად მოწყვიტე თავის კვლევას, თავის სამუშაოს, თავის დისერტაციას, რომელიც უნდა დაიცვას, ეს არის ტრადიცია. მეცნიერმა უნდა დაიცვას დისერტაცია და ხარისხი. თუ შენ ის მთლიანად ამოგლიჯე კვლევიდან და თავიდან ბოლომდე ლექციები გადააბარე, როგორ გაიზრდება ეს ადამიანი? როგორ მივა ის დოქტორის ხარისხამდე? პარალელურ რეჟიმში ხო ხშირია ეს შემთხვევები რომ თან ლექციებს კითხულობენ და თან თქვენ ეს რჩება მაგრამ ეს ადამიანი არ უნდა იყოს გადაღლილი ამ საკითხებით ჩვენ ვარაუდობთ რომ სადღაც დაახლოებით 10-12 საათი შეიძლება მან წაიკითხოს ლექციები მაგრამ არ შეიძლება ეს ადამიანი მთლიანად გამოწურო და მარტო ლექცია აკითხო უნდა მისცემას კვლევის შესაძლებლობა ესეც აბსოლუტურად იცით რა შესაქმე საქმე ისა რომ არაფერი არ მოგვიგონებია ყველაფერი გადმოვიღეთ იმ სივრციდან, რომლისკენაც მივისწრაფეთ. ევროპული სივრციდან. თავიდან ბოლომდე. ეს არის ტრადიცია. ეხლა თუ ჩვენ გვინდა რომ საერთოდ ევროპის ბოლო 9 საუკუნოვან ისტორიას, საუნივერსიტეტო ისტორიას ხაზი გადაუსვათ და ვთქვათ რომ ხარისხები არ არსებობს, იქ სტატუსები არ არსებობს, ყველაფერი თავიდან მოვიგონოთ და ვთქვათ რომ როგორც რამდენჯერმე განაცხადეს რომ თურმე რა მნიშვნელობა აქვს მაგისტრია თუ დოქტორია ადამიანს მაინც შეუძლია რომ კვალიფიციური სასწავლო კურსი აწარმოოს მე მგონია რომ ეს შეცდომა კი არა ეს იცით რა არის ახალი რაღაცა ახალი ველოსიპედის გამოგონება მეცნიერებაში რომელიც უკვე გამოგონილია და რატომ ვაკეთებთ ამ
რაღაც გამოგონებას. ბატონო გიორგი, აი შეცდომა ახსენეთ და ძალიან ბევრი თვლის რომ ეხლა მე და თქვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ აქ ბევრად უფრო კვალიფიციური ადამიანები არსებობენ განათლების სისტემაში ვთქვათ ვინც ამბობს და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი კიდე მთავარი შენიშვნა ვიდრე ვთქვათ აი ამ პუნქტების განხილვა დაიწყებოდა რომ არ მოხდა იგივე აკადემიურ საბჭოებთან მეცნიერებთან ლექტორებთან და კვალიფიციურ ადამიანებთან ამ ყველაფრის განხილვა იგივე ალექსანდრე კვიტაშვილი რომელიც ამ სტუდიაში იმყოფებოდა ამბობს რომ 3 თვის განმავლობაში ვთქვათ თითქოს მოგო 9 ივნისი იყო რაღაც შეხვედრა ხა დეტალები რო თავიდან აღარ მოუყვე მაგრამ აღმოჩნდა რომ 30-ში უკვე კანონი მზად იყო და როდესაც რექტორებს შეხვდა განათლების მინისტრის მოადგილე და თვალსაჩინო თქვენი მრჩეველი იქ ამის განხილვა არ ყოფილა ანუ ძალიან უცნაური არის თვითონ ფორმა ესეთი დაჩქარებული წესით შეტანის და ყველა ამბობს იგი აკადემიურ საბჭოს წევრები რომ არ ქონიათ კონსულტაციები. ეხლა დაჩქარებულ წესთან თქვენ თქვით რომ 3 თვის განხილვა მიდიოდა. დაჩქარებულ წესთან მიმართებაში გეტყვით რომ დაჩქარებული წესით შევიდა იმიტომ რომ პარლამენტი ამთავრებდა თავის მუშაობას და გვინდოდა მოგესწრო ამ სესიაზე. ეს ერთი. მაგრამ რატო არ მოხდა განხილვა ვთქვათ შესაბამის მაგიტომაც მოხდა ასე გვიან შეტანა რომ 4 თვეა მიმდინარეობს განხილვა. ამას უარყოფს როგორც ეხლა ვთქვათ რექტორის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ბევრი განცხადება მოვისმინეთ. გასაგებია, მაგრამ არა მარტო თბილისში ხდებოდა განხილვა. იგივე ილიაუნის რაც ძალიან ბევრი განცხადება ამ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა არა მარტო ილიას უნივერსიტეტისთვის, არა მარტო თესეუსთვის, არა მარტო სხვა უნივერსიტეტებისთვის, ტექნიკურისთვის და სამედიცინოსთვის და ასე შემდეგ. რეგიონებშიც კი ვიყავით გასული. რეგიონებშიც კი ვიყავით გასული. აი ხა როგორ დავამტკიცო დღეს მაგალითად ვიყავით თელავის უნივერსიტეტში. ხო, მაგრამ ორი მთავარი უნივერსიტეტია, ხო თქვა ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო თბილისში არ იყვნენ საკრისკოში. შეიძლება ვთქვათ რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის გარკვეულწილად მთავარი, მაგრამ როგორ არის მთავარი? სამედიცინო საკითხებში რომელი უნივერსიტეტია მთავარი? ან ტექნიკური უნივერსიტეტი? ხო, დიდი უნივერსიტეტია, მაგრამ კი ბატონო. არა, მოდით იყო სამედიცინოს იგივე სხვა უნივერსიტეტები ვთქვათ ბოლომდე. თავარი კი არ არის. ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც ყველაზე ხმამაღლა დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია. რომელიმე ჟურნალისტი ამ 3 დღის განმავლობაში მივიდა სხვა უნივერსიტეტებში. ილიაუნის მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები თუ არ ცდები. უნივერსიტეტებში არა, ილიაუნისგან რო გაკეთდებოდა ვიცი, მაგრამ სხვა უნივერსიტეტებში მივიდნენ. კითხეს მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტს რას ფიქრობენ ისინი ამ კანონზე. დღეს თელავში ვინმე წამომყვა და კითხა თელავის უნივერსიტეტს რას რომელსაც ხოჭერს მის რექტორსაც არ აქვს ხარისხი. ხო და ვინმე წამომყვა? და არ ვიცი ისტორიულ თანამდებობას. არა, არავინ არ წამომყვა და ვიყავი იქ ჯერ 200 სტუდენტ შევხვდი, მე 200 პროფესორ შევხვდი. არ ვიცი ინფორმირებული თუ იყო მედია ამაზე, ალბათ ყველა ინფორმირებული იყო, ერთადერთი არ იყო ინფორმირებული გიორგი კანდელაკი, რომელმაც რატომღაც ისა მომენტი გეთა ჯგუფი გაუშვა. არა, ანუ მედია საშუალებები ხო არ იყვნენ და ამიტომ გულისხმობ იცოდა მედიამ რო თქვა იქ მედია. კი, რა თქმა უნდა, ყველა მთელმა მედიამ იცოდა. და არავინ არ წამოვიდა და არ გადაიღო? არა. არა, ეთქობა არ იყო ინფორმირებული. ბატონო გიორგი, იმიტომ რომ დარწმუნებულა ჟურნალისტებს დაინტერესებდა იგივე თქვენი შეხვედრა. მთელი მედია იყო ინფორმირებული. ერთადერთი ვინც არ იყო ინფორმირებული იყო გიორგი კანდელაკი, რომელმაც გააკეთა განცხადება რომ მე ვარ დუშეთში და რატომღაც გაუშვა ერთი ავტობუსი ხალხი დუშეთში. ანუ თქვენ ამ სტუდენტების როდესაც ვიყავით თელავში და პოლიტიზირებულად მიგაჩნიათ ეს სტუდენტების აქციები, იმიტომ რომ თქვენ თქვით არაერთხელ რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები, ვთქვათ, როდესაც ეს პროტესტი მოისმინა დავით ზურაბიშვილმა თქვა რაღაც გარკვეული ისტორიას აქვს ადგილი. აქვს კიდევაც. გამოვიდნენ სტუდენტები, კარგით, პოლიტიკოსების განცხადებებზე შეიძლება ისაუბროთ, მაგრამ სტუდენტების აქცია, იგივე პროფესორ მასწავლებლების მოსაზრებები, ამას უკანას პოლიტიკური ეს ორი სხვადასხვა რამე. დგას ფიქრობთ? არა. პოლიტიკოსების განცხადებაზე ცალკე ვილაპარაკოთ, ეხლა ცალკე ვილაპარაკოთ თუ გნებავთ სტუდენტების და არა მარტო სტუდენტების აქციაზე. ის აქცია მხოლოდ კარგია და მხოლოდ მისასალმებელია. ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტები გამოდიან ქუჩაში და აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ეს არის დემოკრატია. ეს არის ის, რისკენაც ვისწრაფოდით. მეტიც ის ხალხი, ვინც არა სტუდენტები, არამედ სხვა პერსონები, რაც მე ვნახე ტელევიზორში, ვინც იყვნენ, ძალიან კარგია რომ ისინი გამოდიან. ეს ხალხი იყო, ნინო, ეს ხალხი იყო ის ვის ქალაქშიც გვამებს პოულობდნენ მიტინგის შემდეგ იმებზე, სახურავებზე და ხმას არ იღებდნენ. ეს ხალხი იყო ის ვისი ახლობლებიც ყავდა დაჭერილი და აწამებდნენ და ეს ხალხი ხმას არ იღებდნენ. არა, ნინო, მე რას მინდა გაუსვა ხაზი. ეს ხალხი არასდროს ხმას არ იღებდა. დღეს აი ეს ხალხი არაფერზე რო ხმა არ ამოუღია 9 წელიწადია, გამოვიდა და აფიქსირებს თავის პოზიციას. ეს კარგია. იმიტომ რომ ისინი არ აქვთ უფლება რომ დააფიქსირო პოზიცია, როგორ არ აქვს. კარგია და ნახეთ რამხელა განსხვავება. კიდევ ერთხელ, მათ ქალაქში ადამიანებს კლავდნენ, ციხეებიდან გამოგქონდათ ყოველ მეორე დღეს მკვდარი ადამიანი. ეს ხალხი ხმას არ იღებდა. დღეს ისინი გახდნენ მოქალაქეები. დღეს ისინი არიან მოქალაქეები, ნინო, ეს კარგია. კი, მესმის. კი ბატონო, ძალიან კარგია.
კარგია რომ ნამდვილად ყველა თავის მოსაზრებებს გამოხატავს. და ის ხალხი რო გახდნენ მოქალაქეები, თავიანთ შეხედულებად ნახეთ თან რას აპროტესტებენ. შესაძლო პოტენციურ ჩარევას უნივერსიტეტის ავტონომიაში. შესაძლო, ვინმე კი არ ჩაერია, შესაძლო. რო აპროტესტებენ. ეს არის კარგი, იმიტომ რომ დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქე ამაზე გამოდის და თავის პოზიციას აფიქსირებს. კარგით, მაშინ განსხვავებიდან, როდესაც შენ ქალაქში ადამიანებს კლავენ და ხმას არიღებ. კარგით, ეს სხვა თემაა, თორემ არა, ერთი და იგივე თემა. თქვენი თქვენ პოზიცია გამოხატეთ ბუნებრივია. არა, ეხლა განათლების კანონს მინდა დავუბრუნდე და იმიტომ თქვენ ამბობთ რომ აი კარგია რომ პროტესტს გამოხატავენ, კარგია რომ განსხვავებულ მოსაზრებებს ისმენ. შესაძლოა რომ ამ შეტანილ ვარიანტში რაიმე ცვლილებები შევიდეს თქვა და შეცვალოს. ბუნებრივია. აი რაღაცა მუხლებზე თქვა ჩემი პრინციპული პუნქტები არის სხვა, რაზეც გელაპარაკეთ. რა ეს არის ფინანსური მენეჯმენტი, ეს არის უნივერსიტეტი უნდა იყოს სიპი, იმიტომ რომ ქონება უნდა იყოს დაცული. ამ თემაზეც არის მოსაზრებები რომ თქვა IP უფრო მეტ თავისუფლებას ნიშნავს და თქვა სიპის შემთხვევაში შესაძლოა ავტონომიას თავისუფლება ვნახეთ ქონებასთან მიმართებაში. IP არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და არ შეიძლება სახელმწიფო იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელი, როდესაც არსებობს სიპის ფორმატი და რა ხდება იქ მერე რა პოტენციური შესაძლებლობები იქნება, ამას კარგად ვიცით, მაგრამ პრინციპული ჩემთვის არის რომ ქონება იყოს დაცული და ეს იყოს სიპი, რომ პროფესორები მართავდნენ უმაღლეს და რომ პროფესორის ანაზღაურება არის ამოსავალი უმაღლესის მართვისას. და იქ არ ხდება, მაგრამ აი მანდ შეიძლება თქვა მინიმალური ზღვარი დაწესდეს და სხვა შეიცვალოს თუ ეს ცვლილებები დარჩება რა შეიძლება დაწესდეს ახლა მენეჯმენტი პირობითად. არა, მინიმალური ზღვარი კი არ უნდა დაწესდეს, ძალიან სწორად არის იქ რაც ამოსავალი არის პროფესორის ხელფასი და შენ რო ხარ მენეჯერი, აი პროფესორის ხელფასი თუ გინდა რომ შენ ხელფასი გაიზარდოს, ჯერ პროფესორის ხელფასი გაზარდე და მერე შენი ხელფასი გაზარდე. აი ეს არის ამოსავალი, რომ თუ შენ პროფესორს უხდი ლარს, შენ თავს ვერ დაუწერ 10 ლარს, მაქსიმუმ შენ თავს დაუწერო ლარი და 50. და თუ გინდა რომ 10 ლარი მიიღო, მაშინ პროფესორის ხელფასი გახადე 8 ლარი. ეს არის ლოგიკა. ეს ჩემთვის პრინციპულია. იმიტომ რომ ანუ აქ თქვა ცვლილებებს არ განიხილავ და რაღაც მუხლებში შესაძლოა მოხდეს დანარჩენი ეს საკითხი, რაზეც არის ამდენი ისტერია. ანუ შესაძლოა შეიცვალოს, ჩემი პოზიცია პრემიერის პრეროგატივა. ჩემი პოზიცია მე დაუფიქსირე პარლამენტს. მე ასე მიმაჩნია სწორედ. თუ პარლამენტი შიგნით პოზიციას სხვანაირად დაინახავს, ეს არ არის ჩემთვის აი მთავარი საკამათო თემა. მაგრამ მთავარი არის რომ თქვენ შვილებს, ჩემ შვილებს და ჩემ შვილიშვილებს აი ეს უნივერსიტეტები დახვდეს როგორც უნივერსიტეტები და არა უცებ აღმოჩნდეს რომ ეს ქონება განიავდა სადღაც სხვაგან. კარგით, მაგრამ მაინც მინდა კითხოთ იგივე კანონის შემუშავებაში, მაინც მინდა ამ ერთ კითხვას დავუბრუნდე, იმიტომ რომ იგივე უნივერსიტეტის რექტორი ამბობდა რომ მას აქვს ეჭვი რომ შესაძლოა თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ მაინც თქვით რომ მიმდინარეობდა განხილვა და გასაგებია რეგიონებში, მაგრამ არა რეგიონებში, თბილისშიც მიმდინარეობდა. ხო და სად? სად მოდიოდნენ სამინისტროში ჩვენი კონსულტანტები მიდიოდნენ იქ მიმდინარეობდა კონსულტაციები. მაგრამ იგივე თუ 9 ივნის ახლა ძალიან ამ შეხვედრის ირგვლივ ტრიალებ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო დეტალები მოყვა სანდრო კუტაშვილმა და მხოლოდ იმიტომ მინდა კითხოთ რომ ის ამბობდა რომ არ გამოვრიცხავ რომ გარემოცვაში იყოს თქვა პრობლემა და არ იყოს ინფორმირებული მინისტრი თქვა რაღაც დეტალების შესახებ, იმიტომ რომ მისთვის იყო გამოცანა რომ თუ 9 ივნის ყველა რექტორი იმყოფებოდა განათლების სამინისტროში და გარკვეულ რაღაც რეფორმებს აცნობდნენ და იყო ამაზე ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი შეხვედრა მან თქვა. მე დავბრუნდი უნივერსიტეტში, ხო თქვენ არ ესწრებოდით თქვა. ხო, მაგრამ ის ამბობს რომ მისთვის მსგავსი ცვლილებების შესახებ არაფერი არ უცნობებიათ. როცა 30 აპრილს იყო უკვე თურმე კანონი შეტანილი. შეხვედრაზე არ ვიყავი. ხო და სწორედ ამას ამბობდა, ანუ შესაძლოა თქვა რაღაც ინფორმაცია არა, რა ინფორმაციის ნაკლებობა უნდა იყოს, ნინო, რას ეგ ხო ყველაფერი დევს ძალიან მარტივად ქაღალდზე. და არის მარტივი ლოგიკა. აი, რა იმ ჩახლართვაზე არის ლაპარაკი. რაზეა საუბარი? არა, ის ამბობდა რომ ის თანახმა იყო ამაზეც უსაუბრია რომ თქვა დაეტოვებინა თუ ეს ხარისხის ის იქნებოდა თქვა ყველა რეფორმა რომ დასრულდებოდა თუ ის კანონით არ დააკმაყოფილებდა თქვა რექტორის თანამდებობას ბუნებრივია დატოვებდა ამას და სწორედ ამიტომ მივიღე გადადგომაზე საერთოდ არ განიხილავს რექტორობის თანამდებობის დატოვება, არ დატოვება. არ განიხილავს ამას ამბობს ის. იმიტომ რომ არ არის მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის არ არის კანონ პროექტი, რომელიც მე მას უშუალოდ შეეხებოდა და ითქვა ის რომ სწორედ მათთვის შესაძლოა შედიოდეს ეს ცვლილება. კანონ პროექტის განხილული იყო მასთან და მის ჯგუფთან, მაგრამ ეხლა ის საკითხი რომ სანდრო დატოვებს თუ არ დატოვებს და მისი კარიერა არ განმიხილავს, რატო? იმიტომ რომ არ არის ეს ჩემთვის პრინციპული არის რომ ძირითადი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ. მეტი
ჩემთვის ეხლა რომ ვიღაცას დაუწყო დევნა მით უმეტეს სანდროს რომელთანაც ახალგაზრდობა ერთადმა გატარებული არ მაქვს ეს მიზანი რომ ვინმე ვდევნო და მოულოდნელი იყო მისი გაწყვეტილება თქვენთვის თუ რატომ მოყვა მაშინ თქვენი მხრიდან ესეთი განცხადებები იმიტომ ის ახლა ცინიკური მან თქვა რომ ეცოდა ცინიკურად ჩავთვალეს რომ იყო წავალბად ხარისხის თქვა დისერტაციას დაიწყოს მუშაობას თქვენ თქვით რა გაუნათლებელი მიწოდა არ რაღაც ამბობდა არც გაუნათლებელი არ მიწოდებია არც ცინიზმი არ იყო შიგნით ვაძლევდი ამას წინათ ინტერვიუს და ვთქვი რომ ჩემთვის ბუნებრივად რაც არის გადავიტანე მასზე აი მე რომ მქონდეს შესაძლებლობა ხო დიდი სიამოვნებით დაუბრუნდებოდი მეცნიერებას ეს არის ჩემ მე რაც მინდა ბუნებრივად გადავიტანე რომ ალბათ ამას იზავს მეთქი მაგრამ ნუ მე რა ნაბიჯებიც გადადგა ანუ მოულოდნელი იყო თქვენთვის მის მხრიდან თანამდებობიდან გადადგომა თუ მე მოვალეობის შემსრულებლად დათანხმდა სანდრო არის ჩემი ხა ახალგაზრდობის მეგობარი და სანდროს განხილვა ასე ეთერში როგორც რექტორის მე პიროვნებაზე ასაუბრო რექტორის გადაწყვეტილება იყო თუ არა მოულოდნელი არა მან მოულოდნელი არაფერი არ არის ნინო რასაც არ ვაკეთებ ყველაფერს ვეტოედება რაც საპრეზიდენტო კანდიდატად დავსახელდი რაც არ უნდა გავაკეთო ყველაფერს პრეზიდენტი ადებს ვეტოს დღესაც თქვა რომ ამ კანონ პროექტსაც უნდა ვეტო დაადოს რაღაცა თქვენ პოლიტიკური მას უკავშირებთ თუ ნუ ახლა წარმოგიდგენიათ რომელი კანონ პროექტიც არ უნდა შევიტანო რა ნაბიჯიც არ უნდა გადავდგა სხვადასხვაობა ეს ისეთი თემა იყო რომ მართულ გუნჩიც მოყვა და სხვადასხვაობა არა გასაგებია რომ მოყვა ეს ნორმალურია მაგრამ ყველა კანონ პროექტზე ვეტოს დადება ნორმალურია რაღაცა ვეტოს შეუკავებლობა დაემართა პრეზიდენტს ხო ყველაფერზე ვეტოს ადებს და ჩემს ინიციატივაზე ყველაფერზე ეხლა იქამდე მივიდა რომ დღეს ამბობს რომ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს აქვს თუ არა ხარისხიო ოღონდ შემეწინააღმდეგოს და ნებისმიერ რამეს ასახელებს ასეთია ვითარება და ეხლა რომ ნებისმიერ ჩემ ნაბიჯს მოყვება ისტერია ბუნებრივია და გასაგებია და ეს არც არის ხა გარკვეულწილად აღიარა რომ ადრეც ხდებოდა ჩარევა რომ კანონის შესაძლოა იყო მაგრამ ეხლა თulis რომ ეს არის უკვე დაკანონება ასეთი ჩარევის სახელმწიფოს მხრიდან რის დაკანონება ჩარევის თქვა რომელიც ავტონომიას დაკანონდეს ის რაც გააკეთა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა როგორ შეიძლება დაკანონდეს შევარდნა უშიშროების სამსახურების მიერ არა ამის დაკანონებას არ ყოფილა საუბარი ნუ იმედია ხო მაშინ თუ საუბრობს იმაზე რაც გააკეთა მოყვეს რა გააკეთა როგორ გამოკეტეს უნივერსიტეტში პროფესურა როგორ იყო ბატონო გიორგი ახლა გავიგე მაგრამ ვინ უნდა მივიღოთ ხო მე ამაზე საუბრობ თორე ვინ გააგზელა რაღაც ფაქტებს იხსენებ ვინ გააგზელა რო ამბობს რომ ჩემ გზას აგზელებინო ვინ გააგზელა ვინ გააკეთა ეს არც ერთ რექტორს არ უწყდება უფლებამოსილება უშიშროება არ შედის და არ კეტავს პროფესურას ვის ადარებს საკუთარ თავს ჯერ ჩაიხედო სარკეში და მე შეეცადოს რომ მე შეადაროს ბატონო გიორგი ეს ერთი ეს კანონი რომელსაც ესეთი ხმაური მოყვა ზოგადად თქვენს გადაწყვეტილებებს ახლავს ხოლმე ესეთი ხმაური ძალიან ხშირად და მე ვთქვათ ან ცვლით რაღაცას აი თმობთ თუ არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო მაგრამ ნუ ეხლა ნახოთ თქვათ მოხდება თუ არა მაშინ ცვლილებები დავთმობ ჩემთვის დათმობა პრობლემას არ წარმოადგენს. და მე მინდა ახლა კითხოთ, გარდა ამ ცვლილებებისა, ხო თქვათ 8 თვეა განათლების მინისტრი ხართ, მალე საპრეზიდენტო კამპანია დაიწყება და მოგიწევთ თანამდებობის დატოვებაც. აი თქვათ რო შეაჯამოთ, მოკლედ რა თქმა უნდა, რომ ეს დროშიც ჩავეტიოთ, აი რა შეიცვალა თქვენი მინისტრობის დროს, ანუ რა მიგაჩნიათ წარმატებულ ნაბიჯად, თქვათ რაც უკვე გააკეთეთ და წარუმატებლად, იმიტომ რომ იგივე აგრარულზე გვახსოვს რაღაც ხმაური, მე დასრულდა როგორც იქნა ეს პრობლემა, ანუ იყო ხო რაღაც იგივე ციგნებსაც კი, რომელიც თქვათ უფასო ციგნების დარიგებაზე იყო საუბარი, ძალიან სერიოზული კრიტიკა მოყვა და ხმაური. მაგრამ თქვენ რა მიგაჩნიათ, რომ აი ძალიან წარმატებული იყო, მაინც ან სწორი იყო, ან არასწორი იყო, არ ვიცი. რაც შეეხება იმას, რაც გავაკეთეთ სამინისტროში, პირველივე დღიდან ჩვენ სოციალურად ორიენტირებული ნაბიჯები გადავდით. და სოციალურად ორიენტირებული მე პრინციპში ამ ეტაპზე წარმატება მგონია, იმიტომ რომ ბავშვები აღარ დადიან ფეხით კილომეტრებს და სკოლა მათ უზრუნველყოფს ტრანსპორტით, უпроსტოდ სამინისტრო უზრუნველყოფს ტრანსპორტით. სექტემბერში ბავშვებს წიგნები დახვდებათ მერხებზე და მშობლები არ გადაიხდიან ამ ფულს და არ დაიტანჯებიან რიგებში. სტუდენტებს ექნებათ უფასო ფაკულტეტები. აი ეს ახალი ცვლილებებიც უზრუნველყოფს იმას, რომ პროფესურას მოემატება ხელფასი. ჩვენ მოუმატეთ ხელფასი მასწავლებლებს. ახლა სექტემბრიდან მოემატება ხელფასი სკოლის მასწავლებლებს. სადღაც 70-80 ლარი სექტემბრიდან მოემატება ხელფასი სკოლის ადმინისტრაციას. ახლა გუშინ წინ მქონდა შეხვედრა მასწავლებლებთან და რეალურად ორთვიანი შვებულება დავაკანონეთ ახლა ეს იქნება მუდმივად ასე და ამ ორთვიანი შვებულების ხელფასს ახლა წინასწარ გავცემთ.
ეს ქმედებები, რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ სწორი იყო, იმიტომ რომ სისტემა უნდა ამოასუნთქონ. უნდა ამოასუნთქონ. სოციალური ნაწილი. ეს იყო სოციალური ნაწილი. მაგრამ სწავლის ხარისხს რაც შეეხება, თქვა, ამ მიმართულებით თუ იდგმება რამე ნაბიჯები. სწავლის ხარისხს და შეცდომასაც დავასახელებ. კი, პირიქით, შეცდომა და ჩემი აზრით სერიოზული შეცდომა, რომელიც მე პირადად ძალიან ვიდარდე, იყო ის ჩანაწერი, რომელიც გავცელდა შრომის კოდექსთან დაკავშირებით. მთლიანად, ასე ვთქვათ, პრობლემა შემიქმნა შინაგანად, იმიტომ რომ არა ვარ ადამიანი, ვინც გუნდის გარეთ თამაშობს. გუნდში ხომ არ შეგიქმნათ პრობლემები ბატონო? გუნდში არა, იმიტომ რომ განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე და თეა ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთგაგება გვაქვს და ამ მომენტში არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ თვითონ მე ვიგზენი თავი ძალიან უხერხულად, როდესაც ჩემი ნების გარეშე ეს ჩანაწერი გავრცელდა, უпроსტად არ ვიცოდი. და არა განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო ვთქვათ, იმიტომ რომ ამაზე თქვენ თავად ამბობთ, რომ ეს ნორმალურია თუ შიგნით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. განსხვავებული მოსაზრება მე გამოთქმული მქონდა, იქ სადაც უნდა გამომეთქვა, მაგრამ რაც მოხდა, რომ ეს ჩემგან გავიდა გარეთ. გასაჯაროება მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გამოუცდელობით იყო ეს, რომ ჩამწერეს და გამოვიდა გარეთ და ძალიან ვიდარდე ამის თაობაზე, იმიტომ რომ მე არ მომწონს გუნდის გარეთ მოთამაშეები. რაც სათქმელი გაქვს უნდა თქვა შიგნით, ჩემი აზრით. კარგით, ეს თქვენს პირად გადაწყვეტილებას თუ პირად განცხადებას ეხება და რაც შეეხება განათლების სისტემას რომ დაუბრუნდე, იგივე სწავლის ხარისხის მიმართულებით, ვთქვათ, რა ნაბიჯების ან გადადგმას მოასწრებთ, არ ვიცი ამ თვეში და გეგმავთ, ან უკვე გადადგით. სწავლის ხარისხის გაუმჯობესება სამწუხაროდ ჯერ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი მე არ გადამიგავს. ეს არის მომავლის საქმე. იმისთვის რომ ჩვენ ამ ეტაპამდე მივსულიყავით, მე მჭირდებოდა დრო იმისთვის რომ დამესტაბილურებინა სისტემა. იმისთვის რომ შენ მეტი მოსთხოვო მასწავლებელს, მეტი მოსთხოვო პროფესორს, შენ ელემენტარული პირობები უნდა შეუქმნა. იმისთვის რომ აი ხაც მაგალითად ამ ზაფხულში 600-მდე სკოლას ვარემონტებთ და 7 თუ 6 სკოლას ვაშენებთ. მაგრამ ეს არ არის სწავლის პირდაპირ სწავლის ხარისხზე მიმართული. ეს არის სისტემის სტაბილიზაციაზე მიმართული. იმისთვის რომ მასწავლებელს მოთხოვო რომ ხარისხიანი ლექცია წაიკითხოს პროფესორს ან მასწავლებელს გაკვეთილი, მას უნდა კონდეს გამთბარი კლასი და ნორმალური ხელფასი. ჩვენ ამ ეტაპამდე მივდიოდით. ახლა უკვე როდესაც რაღაცა მცირე ნიშნულს მივახციეთ, როდესაც მასწავლებლების ტერორი აღარ ხორციელდება იქ დაუშვათ სხვადასხვა სტრუქტურების მიერ, ნელ-ნელა შეიძლება ძალიან ფაქიზად ნელ-ნელა გაიზარდოს მათ მიმართ მოთხოვნები. მაგრამ ეს 7 თუ 8 თვე, რომელსაც მე მუშაობ, პრინციპში დასჭირდა იმას, რომ ელემენტარულად სტრესი, ფინანსური სტრესი მოგვეხსნა მთლიანად სისტემიდან, როგორც მშობლებიდან, ასევე მასწავლებლებიდან, ასევე თუმცა ბატონო გიორგი, როდესაც ამ სოციალურ პროექტებზე ვსაუბრობ და იგივე თქვა უფასო რაღაც სწავლაზეც იყო ხო ნაწილისთვის საუბარი და თუ არ ვწდები ისიც თქვით რომ ზოგადად თუ მე უფასო გახდება სწავლა ეს კარგია და რა თქმა უნდა ეს ამ დროში არ მოესწრება, მაგრამ მაინც იგივე სახელმწიფო უმაღლესებში კიდევ ერთხელ მე არ ვლაპარაკობ კერძოზე. ამ დროს ჩდება ესეთი კითხვა რომ რა რესურსი აქვს, ესე იგი სახელმწიფომ უნდა ანაზღაუროს ხო ეს? აქვს ამის რესურსი დღეს სახელმწიფოს და რა ბედიელის კერძო უნივერსიტეტებს მაშინ ამ შემთხვევაში? არა, კერძო უნივერსიტეტებს ყოველთვის აქვს განსაკუთრებით საქართველოსნაირ სახელმწიფოში, უბრალოდ ქვეყანაში, სადაც ხალხი ძალიან აფასებს განათლებად, კერძო უნივერსიტეტებს ყოველთვის აქვს შესაძლებლობები. არა, იგივე ხარისხით, თქვათ, მე კერძოები ძალიან ხوار გადაუსწრებს უფასოს, არ ვიცი, აი, ამ მიმართულებით არსებობს რესურსი სახელმწიფოში ფინანსური, რომ ეს ყველაფერი თავის თავზე ჯერ არ არსებობს, ამიტომ მივდივართ ძალიან მცირე ნაბიჯებით. ამიტომ გავაცხადეთ მხოლოდ 15 ფაკულტეტი, რომელზეც იქნება უფასო. ახლა ამ 15 ფაკულტეტს ფინანსური ტვირთი თუ გავითვალეთ, მომავალ წელს ეს არის და წელს ეს იყო 10 მილიონი, მომავალ წელს ეს არის 20 მილიონი. სამ წელიწადში 30 მილიონი. აი ამ 15 ფაკულტეტის ტვირთი. ანუ ბიუჯეტი ამის იზრდება. გაკეთება შესაძლებელია, თქვენ ფიქრობთ? ძალიან ასეთი ნელი და მოზომილი ნაბიჯებით. კარგით, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, თქვენ საპრეზიდენტო კანდიდატიც ხართ, ამიტომ მარტო განათლების, თქვათ, მინისტრს არ ვესაუბრები ამ წუთას, იგივე ბიუჯეტი ახსენეთ და თქვათ, ეკონომიკაზე სულ არის საუბარი და იგივე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ნახეთ საუბარი, რომ შესაძლოა ეკონომიკურ მასს დამიკლოს. ეხლა ბოლო იყო ეს სავალუტო ფონდის შეფასებებიც, რომ 3 წლიანი ზრდის შემდეგ ეკონომიკა შენელდა და თქვათ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება, თქვათ, ამ ანგარიში პოლიტიკური გაურკვევლობები და თუ სტაბილურობას, თქვათ, პოლიტიკური მდგომარეობა შეინარჩუნებს და ბიზნესისთვის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება, მეორე ნახევარში მოსალოდნელია ზრდა მოხდეს ეკონომიკის. რას უნდა ველოდოთ ამ ფონზე? გულისხმობ პოლიტიკური საკუთწავე დაპირისპირების ფონზე, მაინც ამ ორ ძალას შორის.
არჩევნები მოდის თქვა წინ, ანუ პოლიტიკური სტაბილურობა, ასე ვთქვათ, და სიმშვიდე არ გველოდება. როგორც ჩანს. და იგივე ეკონომიკის თვალსაზრისით მე როგორ შეიძლება რომ პირიქით ოქტომბრის მერე ჩვენ გველის ეკონომიკური, პოლიტიკური სტაბილურობა. ოქტომბრის მერე ეს გაურკვევლობა დამშვიდდება და დაწყნარდება. ეს ისტერია დაწყნარდება. რატომ თქვა ოპოზიცია ხო ისევ იარსებებს, ისევ იარსებებს ხელისუფლება და ისევ იქნება გარკვეული კრიტიკა, ხო თქვა, როდესაც კრიტიკის გარეშე თვითონ სისტემა არის აბსოლუტურად დეგრადირებული. კრიტიკა არის ის ნორმალური პროცესი, რომელიც ავითარებს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, მაგრამ გაურკვევლობა კრიტიკიდან არ არის გამომდინარე. გაურკვევლობა არის იქიდან იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც პრეზიდენტი არ ნიშნავს ელჩებს, როდესაც პრეზიდენტი არ ამტკიცებს სხვა აქტებს, რომელშიც მან მონაწილეობა უნდა მიიღოს. გაურკვევლობა არის იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი ძალიან ხშირად ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ბიზნესმენს აფრთხობს. აი ეს ვითარება. საუბარი ეკონომიკურ განვითარებას და პოლიტიკურ სტაბილურობაზე შიგნით, ხო ვთქვათ? ამაშია საქმე, როდესაც ანუ ელჩების დანიშვნა რა კავშირში ამასთან თუ ეს ქვეყნის სტაბილურობა, როდესაც მუდმივად ორი ძალა ერთმანეთს უპირისპირდება და ერთ-ერთი ძალა ცდილობს, რომ ოპოზიცია კი არ იყოს, კი არ გაკრიტიკოს, არამედ ფორს-მაჟორული მდგომარეობა შეგიქმნას მუდმივად რაღაცა პროვოკაციას ელის, არა მარტო თავრობა, არა მთელი მოსახლეობა. მუდმივად ელის, რომ რაღაცა შეიძლება საგანგებო ვითარება გამოიწვიოს პრეზიდენტის ქმედებამ. აი ეს დამთავრდება ოქტომბრის მერე. დღესაც არის ეს საფრთხე თქვენ ფიქრობთ? ბუნებრივია. იმიტომ რაღაც აბოლოდროს პირიქით მოწოდებები არ რაღაც ერთიანი მასზე უშროების საბჭოს ხდომები ვნახეთ ან თითქოს რაღაცა თანაცხოვრებისკენ ბევრი ნაბიჯი იდგმება. თუ თქვენ წლიანმა გამოცდილებამ შტაბ-ჭირება შეგიქმნათ, რომ როდესმე შეიძლება სააკაშვილისგან სტაბილურ რამე პოზიციას ელოდეს ან ჩვეულებრივი მოქალაქე, ან ხელისუფლება, ან გარეთ პარტნიორი, ან ბიზნესმენი, მე მაგას არ ვიზიარებ. მუდმივი შიშია სააკაშვილის მიმართ, რას გააკეთებს? ეს საკითხი რომ აბა რა გაურკვევლობაზეა ლაპარაკი. ხელისუფლებას ისევ სააკაშვილის შიში აქვს, თქო შეიძლება ესე ითქვას ამას ხელისუფლებაზე მან თქვა რა ლაპარაკი ხელისუფლების შიშზე. მაგრამ პოლიტიკურ სტაბილურობაზეა და ბიზნესის ხარჯები მის შექმნაზე. ბიზნესმენი, რომელმაც ქვეყანაში უნდა ჩადოს ფული, უყურებს პოლიტიკურ სტაბილურობას. ჩვენ აი ამ ეპოქას ვეძახით უცნაურ სიტყვას კოჰაბიტაციას. ხა რამდენად პოლიტოლოგებისთვის ეს საინტერესოა, ეს სხვა არის, მაგრამ ბიზნესმენისთვის, რომელმაც ცალკე უნდა ფული ჩადოს, მისთვის ეს გაურკვეველი ტერმინია. შესაბამისად, ეს პროცესი და კოჰაბიტაციის ძირითადი ფიგურა არის პრეზიდენტი, რომელიც სრულად გაუგებარ ნაბიჯებს დგავს. და შესაბამისად ეს რომ დამთავრდება პირიქით მერე დაიწყება პოლიტიკური ჭიდილი, მერე დაიწყება კრიტიკა, ოპოზიცია თავის პოზიციას ძალიან მკვეთრად დააფიქსირებს, მაგრამ აღარ იქნება გაურკვევლობა ბიზნესისთვის. კარგი, დამფონზე როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებზე ვსაუბრობთ, თქვა და თქვენ ამბობთ, რომ მერე უფრო დაიწყება კრიტიკა, დღესდღეობით პოლიტიკური ოპონენტების აი დაპატიმრებების შესახებ, თქვა ამ პოლიტიკურ დევნაზე სულ არის საუბარი და დღეს იყო ყველაზე ბოლო განცხადება კონგრესის პროექტი არის ეს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ იქაც კი, ვთქვათ, ვაშინგტონშიც ხაზგასმულია სწორედ ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება და ზოგადად ოპონენტების მიმართ, ვთქვათ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია წერენ იქ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი ეს ფაქტი და საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილ მაღალჩინოსა და პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობაზეც. ანუ ესეთ მკვეთრ განცხადებებს დასავლეთიდან ვიხსნით. ეს არის პროექტი, ნახოთ რა იქნება რეზოლუციაში, მაგრამ ეს არ არის პირველი, ხო ვთქვათ, როდესაც მსგავსი რაღაც შეკითხვები დასავლეთის მხრიდან ისმება, ფიქრობთ თუ არა, რომ შეძლებთ, რომ ეს კითხვები დაძლიოს ახალმა მთავრობამ, არ ვიცი, არ ქონდეს პრემიერს ხშირად უთქვამს, რომ დასავლეთს ეს კითხვები არ გაუჩნდება, მაგრამ მაინც ხედავთ ასეთ განცხადებებს და მაინც არის ეჭვები ამ შერჩევით სამართალზე. ჩვენ უაღრესად ყურადღებით თვალს ვადევნებთ და ვუსმენთ იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. უაღრესი ყურადღებით. მეტიც ჩვენ გვესმის, რომ ყველა ჩვენ ვართ ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც ვართ გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში. იმიტომ რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო ძალიან ახლო ალიანსში დასავლეთთან და ეს ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი გარდა იყო და თქვა ქონდა რა თქმა უნდა ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა რაც დასავლეთთან არის,
იწყება არა დღეს, არამედ ამას აქვს დიდი ისტორია. და უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ისტორიაც, რომ დასავლეთი მხარს გვიჭერდა მთელი ეს წლები. ამ პროცესში ბუნებრივია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ელემენტარულად გარკვეულ შემთხვევებში მათ მიმართ ისმის კითხვები გამოძიების მხრიდან, პროკურატურის მხრიდან, ეს უხერხო მდგომარეობაში აგდებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ეს უხერხო მდგომარეობაში გვაგდებს ჩვენს. და ამიტომ უაღრესად ყურადღებით უსმენთ ამ რეკომენდაციებს. თუმცა ფიქრობთ, რომ ამ კითხვების ამოწურვა შეძლებს ახალი მთავრობა ამ ფონზე? ბუნებრივია, უაღრესად ზუსტად უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, იმიტომ რომ თვითონ ჩვენი პარტნიორები არ იყვნენ უხერხო მდგომარეობაში, ჩვენ არ ვიყოთ უხერხო მდგომარეობაში, მაგრამ ასე ვთქვათ, თვალის დახუჭვა თუ არსებობს პროკურატურის მხრიდან შეკითხვები, ნამდვილად არ გამოგვივა. ეს იქნება ღალატი იმ ღირებულებების, რომელიც ქართველებს გვაქვს, როგორც ევროპელებს, როგორც დასავლური სამყაროს წარმომადგენლებს. ისინი თვითონ ამ ღირებულებებზე არიან აგებულები. ჩვენ რომ ეს კითხვები არ დავსვათ, ჩვენ ხელისუფლებამ რომ არ განახორციელოს ის სამწუხაროდ ეს თავშად ჩვენთვის კი არა მათთვისაც და ჩვენთვისაც ეს დევნა, უხერხული დევნა. ეს ცივილიზაციის გარეთ დაგვაყენებს. ჩვენ აღარ ვიქნებით დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც აქვს კანონის უზენაესობის ღირებულება. ამიტომ, რა თქმა უნდა, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, თუ მათ მიმართ არსებობს კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას, ეს უნდა განხორციელდეს ძალიან კვალიფიციურად. მაგრამ ალბათ პროცესი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და უაღრესად გამჭვირვალე, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ეს არიან აქ შეიძლება მოებას ის კუდი, რომ აქ არის პოლიტიკური დევნა და ეს თავიდან უნდა ავიცილოთ. მაგრამ არაფრის დიდებით თვალი არ უნდა დავხუჭოთ ჩადენილ დანაშაულზე, თუ ასეთი არსებობდა. გასაგებია, დასავლეთი ვახსენეთ და ვთქვათ, თქვენ საპრეზიდენტო კანდიდატი ხართ, არჩევის შემთხვევაში სწორედ თქვენ მოგიწევთ უფრო აქტიურად, ვთქვათ, ჩართვა ამ საგარეო პოლიტიკაში, ამიტომ ძალიან მოკლედ დროც გვეწურება, მინდა ამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შევეხო იმ ფონზე, როდესაც პუტინის განცხადება მოვისმინეთ, ვთქვათ, ბოლო დღეებში, ის ამბობდა, რომ ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის საკვანძო საკითხი, მაგრამ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის, ამ პროდუქციის დაშვების სფეროზე საუბრობდა, იყო სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე, სოჭის ოლიმპიადის წინ, ვთქვათ, ამ უსაფრთხოების საკითხებზე. ესეთი განცხადებები გაკეთა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ვთქვათ, დიცის ინციდენტი ვნახეთ, ისევ საზღვრის საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხდება და მოკლედ ასე შემდეგ. და ეხლა საუბარია სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ანუ ფიქრობთ, რომ ეს რაღაც პოზიტიური ნაბიჯები შესაძლოა მაინც ველოდოთ რუსეთის მხრიდან, თუ ესეც რაღაც ერთგვარი ისევ გამოცდაა შეიძლება ახალი ხელისუფლების. გამოცდა. იმიტომ რომ ვთქვათ, სიტყვა ერთია და ქმედება მეორე, აშკარად მოსკოვის მხრიდან რასაც ვხედავთ. ისიც არის, ისიც არის. იმიტომ რომ არის ეკონომიკურ ნაწილში რეალური წინსვლა არის, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, თითოეული იმ ოჯახისთვის, რომელიც ჩართულია აი ამ ბიზნეს აქტივობაში. იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუ ღვინო, თუ ალკოჰოლის სასმელები, თუ მინერალური წყლები და ასე შემდეგ. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და არა უბრალოდ ეკონომიკისთვის თეორიულად, არამედ ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობისთვის, მაგრამ გამოცდა მუდმივად მიმდინარეობს საგარეო ურთიერთობები, ეს არის მუდმივი გამოცდა ერთმანეთის, მაგრამ თუ შევაფასებთ არა ცალკეულ ასე ვთქვათ გამოცდებს ან პაექრობას ან მოვლენებს, არამედ შევაფასებთ ჯამში 8 თვიან კურსს, რაც ხდება. ამ 8 თვიან კურსში ჩვენ შევძელით აქცენტის გადატანა. მაგრამ უკურამ მივიღეთ, ეს მაინტერესებს, იგივე პრემიერმას თქვა, რომ მოულოდნელი იყო მისთვის, ვთქვათ, რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯების შედეგად, ხო, იგივე დიცის ინციდენტი, როდესაც იქ ანუ ხელისუფლების დავალებით, როგორც კარასინმა თქვა, ჩვეულებრივად ხდება ამ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. ასეთი მოვლენები მუდმივად იქნება. და როგორც თქვენ სწორედ ბრძანეთ, მუდმივად იქნება გამოცდაც, მუდმივად იქნება გარკვეული სირთულეც, მაგრამ შემაჯამებელი არის შემდეგი. ჩვენ უკუ მივიღეთ ის რომ ეკონომიკური ურთიერთობის სტაბილურდება, ჩვენ მივდივართ უკვე იმ გზით, რა გზასაც ჩვენ გვირჩევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ანუ რაღაცა ფორმატის დიალოგის შექმნა და ეს ჩვენ შევძელით ნამდვილად და შედეგი ამ დიალოგის იქნება ის, რომ რუსეთი და საქართველო დაიწყებს
განხილვას იმ პრობლემატიკისა, რომელიც არსებობს სრულიად რაციონალური და არა ისტერიული ფონით, რომელიც აქაც და იქაც ძალიან აქტიური იყო და დაისმება კითხვა, ჩვენი მთავარი პრობლემა, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ ასე გვიჭირს წითელი ხაზები, რაზეც არის, ამას წითელი ხაზები, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი სახელმწიფოს აი ასეთი აბსოლუტურად ვანდალური ხელყოფა, რას აძლევს რუსეთს? აი ემოციას და პოლიტიზირებას და იმ პიარს რო დავანებოთ თავი, რომელიც მიმდინარეობს, რას აძლევს რუსეთს? არის მაგრამ ჯერათ რომ შესაძლოა რუსეთმა. რა თქმა უნდა. ამაზე ვთქვათ, რა თქმა უნდა. იმიტომ თვითონაც ამბობენ რომ ეს წითელი ხაზები არსებობს. ბუნებრივი ასე იტყვიან, არც ერთი არც ეს არის აღიარება, ხო ვთქვათ და განაწაღება. ვაჭრობის დროს არ აღიარებს რომ რაღაცა დათმობაზე წამსვლელია. მაგრამ რუსეთის პოზიციიდან მითხარით, რა მოიგო რუსეთმა? რა მოიგო რუსეთმა იმ ნაბიჯით, რომელიც გადადგა? ან ეს ნაბიჯი თვითონ რომ მოიგო ალბათ თქვა ნატოს გაფართოება საზღვრებთან თქვა ნატოს მხრივ ფიქრობს რომ ნატოს პროცესი მიმდინარეობს, ნატოს პროცესი მიმდინარეობს, თვითონ ბევრი სხვადასხვა ვერსია თქვეს, მაგრამ რეალურად რო შეაფასოთ, რა მოიგო რუსეთმა? და როდესაც რუსეთში პოლიტიკოსები დაიწყებენ ამ პროცესის შეფასებას იგივე საზომით, რა საზომითაც ჩვენ გვინდა რომ მათ შეაფასონ, ანუ აწონ-დაწონონ რეალურად რა მოაქვს ამას რუსეთისთვის? მისი იმიჯისთვის თუნდაც, ან მისი შესაძლებლობებისთვის, თუნდაც რეგიონში, თუნდაც ევროპაში, თუნდაც მისი საგარეო ურთიერთობებისთვის. და როდესაც ამის შეფასებას დაიწყებენ, ჩვენ ნახავთ, რომ მერე სავაჭრო და სალაპარაკო საფუძველი საქართველოს უჩნდება. მათ კარგად იციან, რომ საქართველო არასდროს არ დათმობს ამ პოზიციას. ეს კარგად იციან. თქვენ როგორც ქართველი, მე როგორც ქართველი, ამ პოზიციას არ დავთმობთ. ოკუპაციას და არაღიარების პოლიტიკას გულისხმობთ. ბუნებრივია, ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობას არც ერთი ქართველი არ დავთმობთ. არც მე, არც თქვენ და არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ძალის წარმომადგენელი. ახლა მითხარით, რუსები ასე ჩამოყალიბებულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით? არა. ამიტომ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს კი ნაბიჯ შესაძლოა რამე პოლიტიკურ ამ ეტაპამდე უნდა მივიდეთ იმისთვის, რომ დავსხდეთ საერთო რაღაცა იდეების ირგვლივ სალაპარაკოთ ჩვენ რუსეთის წარმომადგენლები, სხვა ჩვენი პარტნიორები და ამისთვის შეიქმნას გარემო ამ დებატებისთვის. ეხლა ეს რო არ მოხდება დღეს და ხვალ და 2 დღეში და 3 დღეში, ვინც ამას იტყვის, რომ რაღაცნაირად ამ საკითხს გადაწყვეტს მოკლევადებში ვთქვათ ხო? ის სიტყვება, მაგრამ პირობა იმისთვის, რომ ჩვენ უკვე დავიწყოთ დიალოგი, ჩვენ შევქმნით მეტიც იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს უფრო ძლიერი, ჩვენ ამისთვისაც შევქმნით პირობა, იმიტომ რომ ხსნით რუსეთის ბაზარს. უფრო სწორედ შევძელით, რომ აქეთ გადადგმულიყო ნაბიჯები. კარგი, ჩვენ დრო იწურება და მე მინდა რომ ბოლოს ჩვენ ინტერვიუს ისევ ამ განათლების კანონით შევაჯამო და დავასრულოთ. თქვენ თქვით, რომ დათმობები არ გიჭირთ, თუ ამას ხედავთ, შესაძლოა უბრალოდ გითხრათ, არ ვიცი, უკვე თუ გაქვთ ჩამოყალიბებული, სად შეიძლება, რა ვარიანტი შეიძლება იხილოს პარლამენტმა თუ არ ვიცი, მე საზოგადოებამ შეცვლილი, ანუ რა ნაწილში, რომელ პუნქტებში შეიძლება დათმოთ? თუ ეს მსჯელობა ნებისმიერ პუნქტზე შეიძლება. ჩემთვის ამ რეფორმის შინაარსი არის შემდეგი. პროფესურას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ შექმნას ავტონომიურობა უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტებში, სადაც პროფესურას არ აქვს ძალაუფლება, ავტონომიაზე ლაპარაკი ზედმეტია. ანუ შეიძლება ილაპარაკო, რომ არსებობს ავტონომია, თუ არ არსებობს ამ ავტონომიის მთავარი სუბიექტი, ძალაუფლების მქონე პროფესურა. მთავარ სუბიექტთან თქვა შეხვედრას და დღეს სტუდენტებიც ითხოვდნენ თქვენთან შეხვედრას. შედგება ეს შეხვედრა და აპირებთ რომ დაელაპარაკოთ. თქვენ სიუჟეტი იყო სტუდენტები ითხოვენ შეხვედრას, რომ მე აი კალანდაძის დავალებით წასულან იმაში აქვე დუშეთში, სადაც იყვნენ მარტოცის, იმიტომ რომ მან გააკეთა განცხადება, რომ კანდელაკი, საგიორგი კანდელაკს გულისხმობთ უმცირესობის წევრს. წავიდნენ რატომღაც დუშეთში, იქ დააფრთხეს ციცლები. ამ დროს მე ვარ თელავში, 200 სტუდენტს ხვდები, მე 200 პროფესორს ხვდები. ისინი რატომღაც დუშეთში მეძებდნენ, მაგრამ მე მზად ვიყავი თავიდანვე ვთქვი, რომ ამ სტუდენტებს რატო არ შეხვდით, თქვა თუ ეს განრიგი ქონდათ, ან შეხვდებით, ეს მაინტერესებს. ერთი კვირის წინ დავგეგმე შეხვედრა თელავში. კარგით, შეხვდებით. სტუდენტებს ყოველთვის ხვდები. სტუდენტებსაც შევხვდები, პროფესურასაც შევხვდები. მთავარ სუბიექტებს, როგორც თქვენ ამბობთ, დიდი სიამოვნებით, დღესაც ხო გეუბნებით, სტუდენტებს ხვდებოდი, უბრალოდ სხვა დროში. ანუ შესაძლოა ეს დიდი საჯარო განხილვა ვიხილოთ ამ პროექტის. დიდი საჯარო რისი განხილვა გააჩნია, რისი განხილვა გვინდა.
ცვლილებების პროექტის, რომელიც შესულია პარლამენტში. ცვლილებების პროექტის განხილვა დიდი სიამოვნებით შემიძლია შევხვდეთ ჯგუფს, რომელიც დააფიქსირებს თავის პოზიციას, თუ უნდათ ჩემთან ამ საკითხებზე კამათი. დიდი სიამოვნებით. არასდროს არ მithქვია უარი. გასაგები. ანუ ველოდოთ ჩვენ ესე შეხვედრას. თუ უნდათ შევხვდეთ, უბრალოდ მეძებენ ხოლმე გეოგრაფიულად სხვა ადგილებში. დაიბარეთ თქვენ თქვით სად იქნებით და მოვლენ. ვინ მითხრა რომ მოდიან ჩემთან? კარგით, ნახოთ, ანუ ეს შეხვედრა შედგება, ნახოთ რა ბედიელის ამ კანონ პროექტს, რომელიც შეიტანეთ, რაც ცვლილებებს განიცდის ის და ვთქვათ, იქნება თუ არა ის მიღებული. ამ სასესიო სეზონზე ფიქრობთ, რომ უკვე უნდა დასრულდეს ამ კანონის მიღება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებ იმას, რომ უნივერსიტეტები გახდეს სიპები და საბოლოოდ დაესვას წერტილი სახალხო ქონების გაფლანგვას ან გაფლანგვის ცდილობებს. ანუ ეს ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ ცვლილებებში და ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე არის მნიშვნელოვანი, რომ პროფესორის ხელფასი არ იყოს მიზერული და არ ყავდეთ რექტორებს, რაღაცა არ ქონდეთ რექტორებს, რაღაცა ძალიან ზე პრივილეგიები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენი განხილვის თემაა. ბუნებრივია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი მარგველაშვილი, განათლების მინისტრი და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. პოზიცია დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს სამშაბათს შევხვდებით. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა.